მინდა მიმართო საქართველოს იმ მოსახლეობას, საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებიც თქვენ იმყოფებოდით ილია მეორის მის გასვენებაში იმყოფებოდით და თქვენ მასთან გამოსამშვიდობებლად მიხვედით. მინდა თქვენ მოგმართოთ პირველ რიგში და შემდგომ მთელ საქართველოს მოსახლეობას, აი დანარჩენ ნაწილსაც მინდა მოგმართოთ და ყურადღება გაგამახვილებინოთ ერთ რაღაცაზე, როგორ იყენებს საპატრიარქოს დღევანდელი ორგანიზაცია თქვენს ამ ნამოქმედარს. ესე იგი, თქვენ მიხვედით ილია მეორესთან გამოსამშვიდობებლად, გამოსათხოვებლად, მისი ცხედრის ერთგვარად დამარხვაში მონაწილეობის მისაღებად, აი იმისათვის, რომ თქვენ ესე იგი მისი გჯეროდათ ამ ადამიანისა და მიხვედით იქ, რომ თქვენი სიყვარული გამოგეხატათ აი ამ ფორმით, ხო? ეხლა უყურეთ თქვენ, როგორ იყენებს საპატრიარქოს ორგანიზაცია თქვენს ამ მოქმედებას, აი ამ ხალხმრავლობას, როგორ იყენებს და რას გაწებებთ თქვენ, რაც თქვენ არ გითქვამთ. აი თქვენ არ გითქვამთ ის, რომ ჩვენ ილია მეორესთან, ილია მეორის ცხედრის თაყვანის საცემლად მივდივართო. თქვენ ეს არ გითქვამთ, მაგრამ შეხედეთ ახლა როგორ შემოატრიალეს ამათმა. მოგასმინინებთ ახლა ნიკოლოზ ფაჩუაშვილის და შიო მუჯირის ტყუილებს, რომელსაც თქვენ გაწებებენ, ისე რომ თქვენ ეს არც გითქვამთ. თქვენ არ გითქვამთ, რომ თაყვანი ვეცითო ილიასო, არა. თქვენ არ გითქვამთ, რომ ილიას სხეულს თაყვანი ვეცითო, არ გითქვამთ ეს. მე არავისგან მომისმენია, რაც კი ინტერნეტში, სოციალურ ქსელში რაიმე კომენტარი მინახავს თუ რაიმე ესე იგი პოსტი მინახავს თუ ვიდეო მომისმენია, არსად მსგავსი რამ მე არ მინახავს, რომ ვინმე ადამიანს, რომელიმე ადამიანს ეთქვა, რომ აი მე მივედი და თაყვანი ვეციო ილიას სხეულსო, მსგავსი რამ არ წამიკითხავს. მაგრამ როგორც კი ხალხმრავლობა დაინახეს ამათმა, ცდილობენ ეხლა, რომ ეს ხალხმრავლობა გამოიყენონ თავისი ვიწრო ორგანიზაციული მიზნების განსახორციელებლად და ამბობენ, რომ ამდენი ხალხი მოვიდა თაყვანის საცემლადოდ და ეხლა მოусმინეთ აი ამას და თქვენ თვითონვე თქვით, თქვენთვის თაყვანის საცემლად მიხვედით იქ? მე ვიცი, რომ მე რაც შემხვედრია ინფორმაციები, არსად მინახავს ის, რომ თქვენ გეთქვათ, რომ აი ჩვენ თაყვანი ვეცითო მაასო, მის სხეულსო. კანონიზაციის 7 ნიშანი არსებობს. 7 ნიშანი არსებობს, რომლის მიხედვითაც ხდება წმინდანად შერაცხვა ადამიანის. ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის საყოველთაო თაყვანისცემა. აი ამაზე მეტი საყოველთაო თაყვანისცემა, მე ვერც წარმომიდგენია. და დანარჩენი ყველა ნიშნის მიხედვით, ყველა ნიშანს აკმაყოფილებს პატრიარქი, ცხოვრებაში სასწაულად ქმედებდა და ამას უამრავი ადამიანი ადასტურებს, განსაკუთრებული სიწმინდით ცხოვრობდა, ამას ყველანი ადასტურებთ, ვინც მასთან შეხებაში იყო და მოკლედ აი ამ 7 ნიშნიდან ყველა ნიშანს და მე ვფიქრობ, რომ სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დაადგეს მე პირადად ამისი მომხრევარ საკითხი მისი წმინდანად შერაცხვა. იყო ასეთი შემთხვევები ეკლესიის ისტორიაში, რომ გარდაიცვლებოდა თუ არა ადამიანი, წმინდანი, მაშინვე შერაცხავდა ხოლმე წმინდანად. ასეთი 3-4 შემთხვევა მარტო მე ვიცი ასეთი. ბევრი არ იყო ასეთი შემთხვევა, რომ მაშინვე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პატრიარქი განსაკუთრებით. არ მგონია, რომ ვინმე აი რა არგუმენტი შეიძლება იყოს ამისი, ხო? ვინ იქნება წინააღმდეგი, რა ვიცი. ესეთი აზრიც არსებობს, რომ სანამ ადამიანი ვინმე ვინც იცნობდა ამ წმინდას, სანამ ცოცხალია, რომ ანამდე არ ირაცხება ხოლმე წმინდანად. თორე კიდე ახლა 50 წელი და მე ეს არგუმენტი გამოვთქვი მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვისას, მაგრამ აი სწორედ პატრიარქმა აიღო თავის თავზე და ეს წესი დაარღვია. წესი არ არის, ეს წესია, არ დაირღვა, გამონაკლისი დაუშვა და მე ვფიქრობ, რომ თუ ვინმეზე უნდა გაკეთდეს გამონაკლისი ჩვენი პატრიარქი. მე პირადად ვაპირებ მაგ საკითხის დაყენებას, მაგრამ როგორ გაიმჟელებენ და რა არგუმენტები იქნება, მაგას ახლა მე ვერ ვიტყვი. მამა, უყავთ თანამოაზრეები აი. რა თქმა უნდა მყავს, რას ლაპარაკობ. მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის საფლავისკენ. თაყვანისცემისთვის
თანაგრძნობის გამოსახატავად გლოვისთვის და ეს იყო და არის დიდი გამარჯვება. ჩვენი ზეციური მფარველი იქნება და ზეციური ანგელოზი შევიძინეთ ზეციური საქართველოსთან და შეგვეწევა რომ ჩვენი ერი გამთლიანდეს, გადარჩეს, გაძლიერდეს და ჩვენი ეკლესიაც გაძლიერდეს და განვაგრძოთ ღირსეულად ჩვენი მსახურება მისი ლოცვა-კურთხევით. ღმერთი გვასწავლის იმას, თავისი წმინდა წერილით ღმერთი გვასწავლის იმას, რომ არ შეიძლება თაყვანისცე ადამიანებს და მით უმეტეს გარდაცვლილი ადამიანებისადმი, სხეულისადმი თაყვანისცემა ეს ღმერთისგან დადგენილი არ არის, როდესაც სხვადასხვა პიროვნებები ღვთისკაცნი და ქალნი, ეს კაცნი ზოგად ქართული სიტყვა, ზოგადად ადამიანის აღსანიშნავად, როდესაც ღვთისკაცნი გარდაიცვალნენ და მათი სხეულები დამარხეს, მათი სხეულებისთვის თაყვანისცემა არ განუხორციელებიათ სხვა დანარჩენ მორწმუნეებს. თაყვანს არ სცემდნენ აბრაამის, ისაკის, იაკობის, იგივე ისრაელის და იოსების ცხედრებს, არამედ ისინი დამარხეს ჩვეულებრივად, დაიტირეს, იგლოვეს, მაგრამ თაყვანი არ უციათ მათი გვამებისთვის, სხეულებისთვის და ამავე დროს სხვა ადგილებშიც, როდესაც მაგალითად გარდაიცვალა მოკლეს და გარდაიცვალა იოანე ნათლისმცემელი, ასევე სტეფანე ქრისტიანი მქადაგებელი, იაკობი, იოანეს ძმა, ზებედეს ძე, მათი სხეულებისთვის თაყვანი არ უციათ და ბიბლიაში არსად არის მინიშნებაც კი არ არის ისეთი, რომ რომელიმე გარდაცვლილი მოციქულისთვის, მოციქულის გვამისთვის თაყვანი ეცათ, არამედ მათ ჩვეულებრივად დამარხავდნენ, იგლოვებდნენ, იტირებდნენ და ეს იყო და ისე რომ მათი სხეულები არ გამოუყენებიათ თაყვანის საცემლად. ეხლა მე მინდა ბიბლიაში ღვთის წმინდა წერილში გაჩვენოთ ძალიან კონკრეტული ცნება და მცნებები გამეორებული იმის შესახებ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს უნდა ვცეთ თაყვანი და მას ვემსახუროთ, ისე რომ ადამიანისთვის და ანგელოზისთვისაც კი და მით უმეტეს გარდაცვლილი ადამიანის გვამისთვის თაყვანისცემა ღმერთისგან არ არის დადგენილი. ახლა მე მინდა თქვენ გაჩვენოთ ბიბლიაში ეს ადგილები, სადაც ღმერთის მცნებებია მოცემული, რომ არ შეიძლება სხვა ვინმეს ვეთაყვანოთ, არამედ მხოლოდ ღმერთს უნდა ვეთაყვანოთ, რასაც შემდგომ იმეორებს უფალი იესო ქრისტე და ამავე დროს რასაც ამბობს ღვთის წმინდა ანგელოზი იმ დროს, როდესაც იოანე მოციქულმა მოინდომა, რომ მისთვის თაყვანი ეცა, ხოლო წმინდა ანგელოზმა შეაჩერა იგი და უთხრა მას, რომ ღმერთისთვის ეცა თაყვანი და არა ანგელოზისთვის. ეხლა მე მინდა თქვენ ეს ადგილები წაგიკითხოთ და თქვენთან ერთად აგერ მეც თვალს მივადევნებ და თქვენც თვალი მიადევნეთ ტექსტს. წაკითხვას დავიწყებ მათეს სახარებიდან, მეოთხე თავიდან, მერვე მუხლიდან წავიკითხავ, სადაც სატანა, ეშმაკი ესაუბრება უფალს, იესო ქრისტეს და ეუბნება მას ასეთ რამეს. ესე იგი, ეშმაკმა აიყვანა ძალიან მაღალ მთაზე და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათიო და უთხრა მას, ყოველივე ამას მოგცემო თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მეო. მაშინ მიუგო მას იესომ. გამშორდი სატანავ, რადგან დაწერილია უფალ ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე. მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა და აჰა ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას. თვითონ უფალი გვასწავლის ჩვენ იმას, რომ თაყვანისცემით ღმერთს უნდა ვეთაყვანოთ და არ შეიძლება ღმერთის ნაცვლად სხვას ვეთაყვანოთ, თაყვანი ვცეთ. ახლა წავიკითხავ ბიბლიის ბოლო ნაწილიდან, ბიბლიის ბოლო წიგნი არის აპოკალიფსისი, იგივე გამოცხადება.
ბიბლია სულ შედგება 66 წმინდა წერილისაგან და ეს არის ბიბლიის ბოლო წერილი, რიგით 66 წერილი, აპოკალიფსისი, იგივე გამოცხადება ქართულად. და აქ იოანე მოციქული, თვითონ იოანე მოციქული წერს აი ამას და ჩვენ გვაწვდის ამის შესახებ ინფორმაციას, რომ ფეხქვეშ იმ ანგელოზეს წერს, ღვთის იმ ანგელოზეს წერს, რომელიც მასთან იყო იმ დროს და ამბობს, რომ ფეხქვეშ ჩავუბარდი, რომ თაყვანი მეცა მისთვისო, მაგრამ მან მითხრა, ნუ იზა მამასო, თანამონა ვარ შენი და შენი ძმებისა, რომლებსაც აქვთ მოწმობა იესოსი. მე კი არა ღმერთს ეცი თაყვანი, რადგან იესოს მოწმობა არის წინასწარმეტყველების სული. ეს ერთი, მეორესაც გაჩვენებთ აი ახლავე. შემდგომ ამისა იოანე მოციქული ისევ აპირებდა იგივეს გამეორებას. ის ხომ მე-19 თავში იყო, ეს არის უკვე შემდგომ 22 თავში და იოანე ამბობს ამას, წერს ამას, რომ მე იოანემო ვიხილე და ვისმინე ესო და როცა ვიხილე და ვისმინეო, დავემხი ანგელოზის ფერხთითო, რომელმაც მაჩვენა ყოველივე ესო, რათა თაყვანი მეცაო. ესე იგი, იოანე მოციქული იგივე შეცდომის გამეორებას აპირებდა. თვით იოანე მოციქულიც კი შეცდომას უშვებდა ამ დროს. წარმოიდგინეთ, თვით იოანე მოციქულიც კი ზედიზედ მეორედ უშვებს შეცდომას და ცდილობს, რომ იმ ანგელოზს სცეს თაყვანი. მიუხედავად იმისა, რომ იოანე მოციქული უკვე გაფრთხილებულია იგივე ღვთის ანგელოზისაგან, რომ თაყვანი არ ეცა მისთვის. მაგრამ იოანე კვლავ უშვებს აი ამ შეცდომას და ანგელოზი კვლავ უარსეუბნება ამაზე და კვლავ მიუთითებს თავისი შეცდომის შესახებ. მე იოანე ვიხილე და ვისმინე ეს და როცა ვიხილე და ვისმინე, დავემხე ანგელოზის ფერხთით, რომელმაც მაჩვენა ყოველივე ეს, რათა თაყვანი მეცა. მაგრამ მან მითხრა, ნუ იზა მამას, რადგან მე შენი წინასწარმეტყველი ძმებისა და იმათი თანამონა ვარ, ვინც ინახავს ამ წიგნის სიტყვებს, მე კი არა ღმერთს ეცი თაყვანი. აქ წმინდა ანგელოზი პირდაპირ ამბობს იმას, რომ დღევანდელი ქრისტიანების თანამონაც არის იგი. ყურეთ, ვინც ამ წიგნის სიტყვებს ინახავსო, მე მათი თანამონა ვარო. მეო შენიო, შენი წინასწარმეტყველი ძმებისაო და იმათი თანამონა ვარო, ვინც ინახავს ამ წიგნის სიტყვებს. ესე იგი, აქ საუბარი არის დღევანდელ ქრისტიანებზეც, ვინც წმინდა წერილის სიტყვებს ინახავენ და წმინდა წერილის სიტყვების სწამთ. პირდაპირ იოანე მოციქულს, თვით იოანე მოციქულს მიუთითა, თვით იოანე მოციქულმა დაუშვა ზედიზედ ორი შეცდომა, რასაც იოანე მოციქული ჩვენ არ გვიმალავს, იმისათვის, რომ ჩვენ რომელიმე სხვა ადამიანი არ დავაყენოთ ღვთის მცნებებზე მაღლა. და თვით იოანე მოციქული გვეუბნება ამას, ღმერთი იოანეს ხელით გვაწვდის ინფორმაციას იოანეს შეცდომის შესახებ, რათა თუ კი იოანე მოციქული შეცდომას უშვებდა, ესე იგი სხვა ადამიანებაც შეიძლება შეცდომა დაუშვან, რაც არ შეიძლება და პირდაპირ ღვთის წმინდა ანგელოზმა იოანეს და ასევე ჩვენც გაგვაგებინა ის, რომ არ შეიძლება თვით წმინდა ანგელოზისთვისაც კი თაყვანის ცემა და მით უმეტეს, როცა ადამიანი გარდაიცვლება, ნებისმიერი ადამიანი არ შეიძლება მისი ცხედრისადმი თაყვანის ცემა. ამიტომაც დღეს, როდესაც საპატრიარქოს ორგანიზაცია აი ასე გატყუებთ თქვენ აშკარად, რომ თითქოს და თქვენ მიხვედით იმისათვის, რომ თაყვანი გეცათ ილია მეორის ცხედრისათვის, რაც თქვენ არ გითქვამთ, აი თქვენგან აბა მითხარით ახლა, ვინც ილია მეორის
სხეულის დამარხვაში მიიღეთ მონაწილეობა მის გასვენებაში, მასთან გამოსათხვებლად იყავით იქ მისული და სამშვიდობებლად თუ რა მოტივითაც იყავით, ეს თქვენ იცით. თქვენ გითქვამთ ის, რომ ეხლა ჩვენ მივდივართ, რომ ილია მეორეს თაყვანი უნდა ვცეთო, მის სხეულს თაყვანი უნდა ვცეთო, მე მსგავსი რამ ვინმესგან არ მსმენია. და თუნდაც ვინმეს ასე ეთქვა, ეს შეცდომა იქნებოდა, არასწორი იქნებოდა, იმიტომ რომ თვით ღვთის წმინდა ანგელოზმა იოანე მოციქულს არ მისცა ამისი ნება, ამისი უფლება, რომ მისთვის თაყვანი ეცდა და მით უმეტეს რაოდენ უფრო დიდი შეცდომა იქნება, რომ რომელიმე გარდაცვლილი ადამიანის სხეულისთვის თაყვანი ეცა ვინმეს. ამავე დროს საპატრიარქოს ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათი ქადაგებლები უკვე გამგელებულები არიან და ადამიანებს უკვე თავს უჭედავენ აიმით, რომ ილია მეორე წმინდანად უნდა შევრაცხოთ და ის უკვე წმინდანიაო, უпроსორად თეოდორე გიგნაძე ამბობდა ამას, წმინდანიაო და მის მიმართ ვლოცულობო და ასევე თქვეს, რომ წმინდანად უნდა შევრაცხოთო, მინდა გითხრათ ასეთი რამ, რომ იესო ქრისტეს სწავლების მიხედვით მან თავისი მორწმუნეები უკვე გაანწმინდა და თავისი მორწმუნეები წმინდანებად შერაცხა. იმიტომ რომ მან თავისი სისხლით ჩვენ მისი მორწმუნეები ცოდვისგან გამოგვისყიდა, გაგვწმინდა და ვინც ეს დავიჯერეთ და ვირწმუნეთ, ჩვენ აი ამ რწმენით უფალმა იესომ მოგცა ეს რწმენა და აი ამ რწმენით ჩვენ წმინდანებად გამოგვაცხადა. ესე იგი, უფალი იესოს რომელიმე რელიგიური ორგანიზაციისთვის არ მიუცია იმის უფლება, რომ ვინმე გამოეცხადებინათ წმინდანად, ხოლო ვინმე არ გამოეცხადებინათ წმინდანად, არამედ თვითონ უფალმა იესომ თავისი მიმდევარი ქრისტიანები გამოგვაცხადა უკვე წმინდანებად და ამისი ძალიან მკაფიო ტექსტური მაგალითები, ძალიან მკაფიო ინფორმაცია არის მოცემული ბიბლიაში და მინდა რომ ახლა თქვენ ეს მოგასმენინოთ, რათა არ იყოთ შეცდომაში შეყვანილები და დაუჯეროთ უფალ იესო ქრისტეს და არა საპატრიარქოს ორგანიზაციას, რომელიც თქვენ გასწავლით სიცრუეს და გეუბნებათ, რომ ჩვენ გვაქვს იმის უფლებაო, რომ როცა ადამიანი გარდაიცვლებაო, როცა ჩვენი წევრი გარდაიცვლებაო, ჩვენ შეგვიძლია იგი წმინდანად შევრაცხოთო და მათი პრაქტიკაც აი ეს არის, რომ მათ ცოცხალ, ესე იგი გარდაცვალებამდე მყოფ წევრებს, წმინდანებს არ უწოდებენ, ხოლო როცა რომელიმე მათგანი გარდაიცვლება, შემდგომ ამისა თუ კი ისინი ჩათვლიან, რომ იგი წმინდანად უნდა შერაცხონ, მხოლოდ ამის შემდეგ გარდაცვალების შემდეგ რაცხავენ ხოლმე წმინდანად და მერე თქვენ მოგიწოდებენ, რომ აი მის მიმართ ილოცოთ, მისი ხატები იყიდოთ მათგან და მათი ხატების წინ ილოცოთ, რაც არ არის ქრისტიანული სწავლება, არამედ ქრისტეს სწავლების მიხედვით ყველა ქრისტიანი გარდაცვალებამდეც და გარდაცვალების შემდეგაც არის წმინდანი, განწმენდილი იესო ქრისტეს სისხლით, ხოლო საპატრიარქოს ორგანიზაცია ამ სწავლებას გიმალავთ, თქვენ არ გიშვებთ ქრისტესთან არ გიშვებთ იგი და როგორც ამას უფალი იესო მხილების მხრივ ამხელდა პირველ საუკუნეში ცხოვრებ იმ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელსაც ეუბნებოდა, რომ აი თქვენ გადამალეთო ცოდნის გასაღებიო, არც თქვენ შეხვედითო და არც შემავალნი შეუშვითო, აი ამასაც წაგაკითხებთ და ზუსტად მათ მსგავსად იქცევა საპატრიარქოს ორგანიზაცია, რომ ისინი გიმალავენ ცოდნის გასაღებს, ისინი გიმალავენ იესო ქრისტეს სწავლებას და ისინი ქრისტესთან არ გიშვებენ, არამედ უმეცხრებაში გტოვებენ და თავიანთი მრავალსიტყვიანი სხვადასხვა პროპაგანდით ცდილობენ იმას, რომ თქვენ მიგიწებონ და ტყუილებით აგავსონ. ახლა მე თქვენ მინდა
გაჩვენოთ მტკიცებულებები ბიბლიიდან იმასთან დაკავშირებით, რომ უფალმა იესომ თავისი მორწმუნეები განწმინდა და ქრისტიანები მათ გარდაცვალებამდე სანამ ისინი გარდაიცვლებოდნენ უკვე წმინდანებად იწოდებოდნენ და პავლე მოციქული მათ პირდაპირ მიმართავს და უწოდებს ძმებს და წმინდანებს. წმინდანებს უწოდებდა უკლებლივ ყველა ქრისტიანს და მინდა რომ ახლა ეს მტკიცებულებები ბიბლიიდან გაჩვენოთ და მოგიწოდებთ თქვენს რომ თქვენ თვითონვე ბიბლია ისწავლეთ და ნუენდობით ამა თუ იმ ისეთ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც სიცრუეს ქადაგებს და თან ამავე დროს იესო ქრისტეს სახელს ბოროტად იყენებს. ლუკას სახარების მე-11 თავის 45 მუხლში წავიკითხავ, სადაც უფალი იესო ქრისტე მიმართავდა რჯულის მოძღვრებს და ეუბნებოდა მათ, რომ ვაი თქვენ და რჯულის მოძღვარნო, რადგან დამალეთ ცოდნის კლიტენი. არც თქვენ შეხვედით და არც სხვებს დაანებეთ შესვლა. აქ კლიტენი რომ არის დაწერილი, ვინმეს არ გიგონოთ, რომ დღევანდელი გაგებით კლიტეზეა ლაპარაკი. დღეს კლიტეს უწოდებენ ისეთ მოწყობილობას, ბოქლომს, ესე იგი, რომელსაც დაადებენ ხოლმე კარს და მერე ამ კლიტეს არგებენ ხოლმე გასაღებს. ძველ ქართულ ლექსიკონში კლიტე ეწოდებოდა თვითონ გასაღებს, გასაღები და აი აქ ახალ ქართულად აი ასე უნდა წავიკითხოთ. ვაი თქვენ და რჯულის მოძღვარნო, რადგანაც დამალეთ ცოდნის გასაღებნი, არც თქვენ შეხვედით და არც სხვებს დაანებეთ შესვლა. იოანეს სახარების მე-15 თავში ვკითხულობთ უფლის იესო ქრისტეს სიტყვებს, რომლითაც მიმართავდა თავის მოწაფეებს, მათ ეუბნებოდა ასეთ რამეს, რომ მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი და მამა ჩემი მევენახეა, ჩემს ყველა ლერწს, რომელსაც არ გამოაქვს ნაყოფი, მოჭრის და ყველას, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, გაწმენდს, რათა მეტი მოისხას. თქვენ კი უკვე გაწმენდილნი ხართ სიტყვით, რომელიც გითხარით. დარჩით ჩემში და მე დავრჩები თქვენში. როგორც ლერწი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუ კი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც თუ კი არ დარჩებით ჩემში. აქ საუბარია იმაზე, რომ უფალმა იესომ თავისი სიტყვით, თავისი ქადაგებით, ესე იგი თავისი სწავლებით, თავისი მსმენელები და მოწაფეები, მორწმუნეები განწმინდა. გადავალ ახლა ბიბლიის ერთ-ერთ სხვა წერილთან, ეს არის იოანე მოციქულის მეორე წერილი, ერთთავიანია სულ ეს წერილი და იოანე მოციქულის მეორე წერილის მე-9 მუხლს ამოვიკითხავ. მე-9 და მე-10 მუხლს. ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასში, არ ჰყავს ღმერთი. ხოლო ვინც მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, მამაც ჰყავს და ძეც. ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება, ნურს შინ მიიღებთ და ნურს მოიკითხავთ. გავაგრძელებ, რადგანაც ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმესაც ეზიარება. აქ იოანე მოციქული პირდაპირ გვეუბნება იმას, რომ ღმერთი იმასში მკვიდრობს და ღმერთი იმას ყავსო, ვინც ქრისტეს მოძღვრებას მიიღებს და ირწმუნებს. ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებასო, ესე იგი, ვინც ქრისტეს მოძღვრებას დაშორდება და სხვა რაღაცას ასწავლებს ან სხვა რაღაცას დაიჯერებს, მას არ ჰყავს ღმერთიო. ხოლო ვინც მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, მამაც ჰყავს და ძეცო. დღევანდელობაში ქრისტეს, იესო ქრისტეს მოძღვრება და სწავლება დაწერილი არის ქრისტეს ბიბლიაში, აი ამ წმინდა წერილში და აუცილებელი არის, რომ თითოეულმა ადამიანმა, ვისაც სურს, რომ ღმერთი ჰყავდეს, მან წერილი უნდა ისწავლოს, დაიჯეროს მასში დაწერილი, ირწმუნოს იესო ქრისტე და აი ამით მას ეყოლება ღმერთი. ახლა მოვიკითხავ პავლე მოციქულის
წერილის ებრაელთა მიმართ გზავნილიდან ამოვიკითხავ პავლე მოციქულის სიტყვებს, სადაც იგი ებრაელ ქრისტიანებს წარმოშობით, ესე იგი ეთნიკურად ებრაელ ქრისტიანებს ეუბნებოდა ასეთ რამეს, რომ მათ მიმართავდა აი ამ სიტყვებით: ძმანო წმინდანო, ზეციური ხმობის ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელ მთავარს ქრისტე იესოს. ებრაელთა მიმართ წერილის მესამე თავის პირველ მუხლში ვკითხულობთ აი ამას. პავლე მოციქული მის თანამედროვე ქრისტიანებს, რომლებიც ჯერ გარდაცვლილები არ იყვნენ და რა თქმა უნდა გარდაცვლილები არ იქნებოდნენ, იმიტომ რომ ეს წერილი მისწერა მათ და წერილს მკვდარი ადამიანი ვერ წაიკითხავს, ხო? გარდაცვლილი ადამიანი ვერ წაიკითხავს, ვერც გარდაცვლილი ქრისტიანი წაიკითხავს და ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ, ესე იგი, ქრისტიანებს მისწერა წერილი, სადაც მათ წმინდანებს უწოდებს: ძმანო წმინდანო, ზეციური ხმობის ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელ მთავარს ქრისტე იესოს. ეხლა როგორ ხდება ადამიანების განწმენდა, რანაირად, აი ჩვენ როგორ უნდა გავიგოთ ეს პრაქტიკაში, დღევანდელობაშიც, ხო? პირველ საუკუნეშიც და შესაბამისად დღევანდელობაშიც, როგორ ხდებოდა და როგორ ხდება ადამიანის განწმენდა, აი როგორ უნდა შეგრაცხოთ თქვენ იესო ქრისტემ წმინდანად. ამისი ძალიან მკაფიო სწავლება და მაგალითები არის ბიბლიაში დაწერილი. ერთ-ერთი ძალიან მკაფიო მაგალითი და ამბავი არის ბიბლიაში დაწერილი, ეს არის იტალიელი კაცის სახელად კორნელიუსის და მისი ახლობლების გაქრისტიანებისა და წმინდანად შერაცხვის ამბავი ჩაწერილი არის ბიბლიაში მოციქულთა საქმეების მე-10 თავში, რომელზეც შემდგომ უკვე პეტრე მოციქულიც რამდენჯერმე საუბრობს და კორნელიუსის ამბავს იყენებს როგორც ნიმუშს რწმენით განწმენდისა, იესო ქრისტესადმი რწმენით განწმენდისა და ჩვენც ღმერთმა ჩაგვიწერა ბიბლიაში ეს, რომ დღევანდელობაშიც ვიცოდეთ როგორ ხდება გაქრისტიანება და როგორ ხდება წმინდანად შერაცხვა. იესო ქრისტე როგორ გვრაცხავს ჩვენ წმინდანად. მოციქულთა საქმეების ბიბლიაში, ბიბლიის ნაწილი არის ესეც, ბიბლიის მოციქულთა საქმეების ნაწილში მე-10 თავის 34 მუხლიდან დავიწყებ წაკითხვას და თქვენ შეგიძლიათ მთელი ეს თავი თქვენ თვითონვე წაიკითხოთ, რა უსწრებდა წინ აი ამ პეტრე მოციქულის ქადაგებას. აქ მოკლედ გეტყვით მხოლოდ კორნელიუს გამოეცხადა უფლის ანგელოზი და მან უთხრა კორნელიუს, რომ მოეხმო პეტრე მოციქულისთვის. პეტრე მოციქული მივიდოდა მასთან და ეტყოდა იმ სიტყვებს, რომელიც სიტყვებითაც ცხონდებოდა ისიც და მისი ოჯახიც. კორნელიუსმა სასწრაფოდ გაგზავნა თავისი კაცები პეტრესთან, პეტრეც მივიდა მათთან და შემდგომ ამისა შევხედოთ, რას ამბობს პეტრე მოციქული და აი რა მოხდა იმ დროს, როგორ შერაცხა წმინდანად უფალმა იესომ კორნელიუსი და მისი ახლობლები. ამ დროს კორნელიუსთან ერთად იმყოფებოდა მისი ერთი წუთით ხო, ესე იგი, ხო, აი აქაც აიყურეთ, აი ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა საქმე ეხება თაყვანისცემას, უყურეთ. პეტრე მოციქული და მასთან მისულები, ვინც კორნელიუსისგან იყვნენ გამოგზავნილები, მივიდნენ კესარიაში, სადაც კორნელიუსი იმყოფებოდა. აიყურეთ, მეორე დღეს შევიდნენ კესარიაში, მათ მომლოდინე კორნელიუს ნათესავები და ახლო მეგობრები შემოეკრიბა. როგორც კი შევიდა პეტრე, კორნელიუსი შეეგება ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანისცა. ნახეთ, კორნელიუსმა შეცდომა დაუშვა, ხოლო პეტრემ წამოაყენა და უთხრა: ადექი მეც ხომ ადამიანი ვარო. აიყურეთ,
პეტრე მოციქულმა არ მიიღო ეს თაყვანისცემა. თვით პეტრე მოციქულმა არ მიიღო ეს თაყვანისცემა და დღეს საპატრიარქოს ორგანიზაცია ამბობს, რომ ილია მეორის ცხედრის თაყვანის საცემლად იყვნენ მოსულებიო. და რაც არის ძალიან დიდი შეცდომა, ტყუილიც არის ეს. ტყუილიც არის, იმიტომ რომ მე მრავალი ადამიანისგან, ანუ რომელიმე ადამიანისგან არ მსმენია ის, რომ აი მე მივდივარ, რომ თაყვანი ვცეო ილიასო. ასე მე არ მომისმენია, იმიტომ რომ ჩვეულებრივ ამბავშიც, როდესაც ესა თუ ის ადამიანი გარდაიცვლება და სამძიმარზე მიდიან ხოლმე სხვა ადამიანები, იქ არ ამბობენ ისინი, რომ აი უნდა მივიდეთ და თაყვანი უნდა ვცეეთ, თუ არა. შეიძლება ხალხმრავლობაც იყოს ამა თუ იმ სამძიმარზე, ამა თუ იმ ადამიანის ცხედრის დამარხვაში, გასვენებაში, შეიძლება ხალხმრავლობა იყოს, სხვადასხვა ცნობილი ადამიანებიც, რომლებიც დაუმარხავთ მათ გასვენებაში, ძალიან ბევრი ხალხი ყოფილა და მონაწილეობა მიუღიათ. მაგრამ იქ არ უთქვამთ, რომ აი ჩვენ თაყვანს ვცემთო მასო. და ამავე დროს ჩვეულებრივ ამბავშიც ჩვენს ირგვლივ, როდესაც ესა თუ ის ადამიანი გარდაიცვლება და სამძიმარზე მიდიან სხვა ადამიანები, ისინი არ ამბობენ, რომ ჩვენ თაყვანი უნდა ვცეეთო მასო. და ამ შემთხვევაში ვიყურეთ, თვით პეტრე მოციქულმა არ მიიღო კორნელიუსისგან თაყვანისცემა, ააყენა იგი და უთხრა, რომ ადექიო, მეც ხომ ადამიანი ვარო, მეც ხომ კაცი ვარო, ესე იგი. მასთან საუბრით შევიდა შინ, პეტრე მოციქული, სადაც დახვდა ბევრი წვეული და უთხრა მათ, თქვენ იცით, რომ მიუდებელს ეკრძალება უცხოელთან ურთიერთობა და დაახლოება, მაგრამ მე ღმერთმა მიჩვენა, რომ არც ერთი ადამიანისთვის რომ არ მიმეჩნია რომელიმე ადამიანი ბილწად და უწმინდურადო. ამიტომ როგორც კი დააკვირით აი ამას, მე ღმერთმა მიჩვენაო, რომ არც ერთი ადამიანიო, რომელიმე ადამიანიო, ნებისმიერი ადამიანიო არ მიმაჩნდესო ბილწად და უწმინდურადო. ამიტომ როგორც კი მიხმეთო, უყოყმანოდ მოვედიო, ახლა გეკითხებით, რისთვის მიხმეთო. კორნელიუსმა თქვა, 4 დღის წინ ამ დრომდე ვმარხულობდი, მე-9 საათს კი შინ შევედი სალოცავად და აჰა, დადგა ჩემს წინაშე მოელვარე სამოსით მოსილი კაცი, რომელმაც მითხრა, კორნელიუს, შესმენილ იქნა შენი ლოცვა და შენი წყალობანი მოხსენიებულ იქნენ ღმერთის წინაშე. მას გაგზავნე ხალხი იოპეს და მოუხმე სიმონს პეტრედ წოდებულს, რომელიც სტუმრადაა სიმონ დაბაღის სახლში ზღვის პირას. მაშინვე გამოგზავნე ხალხი შენთან და კარგი ქენი, რომ მოხვედი. ახლა ყველანი ღვთის წინაშე ვდგავართ, რომ მოვისმინოთ ყველაფერი, რაც უფალს უბრძანებია შენთვის. პეტრემ გახსნა ბაგენი და თქვა, ჭეშმარიტად ვწმუნდები, რომ ღმერთისთვის უცხოა მიკერძოება, არამედ ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის. მან მოუვლინა სიტყვა ისრაელის ძეთ, რათა ეხარებინა მშვიდობა იესო ქრისტეს მიერ. ის არის ყველას უფალი. თქვენ იცით, რა მოხდა მთელ იუდეაში გალილეიდან მოყოლებული იმ ნათლისცემის შემდეგ, რასაც ქადაგებდა იოანე. ვინაიდან ცხო ღმერთმა სულიწმინდითა და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისგან მიმძლავრებულს, რადგან მასთან იყო ღმერთი. ჩვენა ვართ ყოველივე იმის მოწმენი, რაც მან მოიმოქმედა იუდეველთა ქვეყანაში და იერუსალიმს. ბოლოს კი ძელზე დაკიდეს და მოკლეს. მაგრამ ღმერთმა აღადგინა მესამე დღეს და მისცა ძალა გამოცხადებოდა მთელ ხალხს კი არა, არამედ ღვთის მიერ წინასწარ არჩეულ მოწმეებს, ჩვენ, რომელნიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. მან გვიბრძანა გვექადაგა ხალხისთვის და გვემოწმებინა, რომ ის არის ღვთის მიერ განჩინებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად, მისთვის მოწმობს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ვისაც სწამს იგი, მიიღებს ცოდვათა მიტევებას მისი სახელით.
პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ სულიწმინდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა ეს სიტყვა. წინადაცვეთილ მორწმუნეებს, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, უგვირდათ, რომ წარმართებსაც მიეფინათ სულიწმინდის ნიჭი, რადგან ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ ისინი სხვადასხვა ენაზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ პეტრემ თქვა, ვინა უკრძალავს წყლით ნათლისღებას ამათ, ჩვენსავით რომ მიიღეს სულიწმინდა და უბრძანა მათ ნათელეღოთ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს რამდენიმე დღე დარჩენილიყო მათთან. აქ ძალიან მკაფიოდ ჩანს, როგორ მოხდა პეტრეს მსმენელების განწმენდა და წმინდანად შერაცხვა. პეტრე მოციქულმა კორნელიუს და მის ახლობლებს სიტყვიერად უთხრა იესო ქრისტეს ამბავი, სიტყვიერად უთხრა იესო ქრისტეს სახარება, მათაც ირწმუნეს და თვითონ უფალმა იესომ მონათლა ისინი სულიწმინდით და თვითონ უფალმა იესომ შერაცხა ისინი წმინდანებად, ისე რომ პეტრე მოციქულს ხელიც კი არ უხლია მათთვის. თუკი მანამდე ქრისტეს მოციქულები ხელის დადებით გადასცემდნენ ხოლმე სულიწმინდას სხვადასხვა მორწმუნეებს, ამ შემთხვევაში პეტრე მოციქულს თითიც არ დაუკარებია მათთვის, არამედ მხოლოდ ინფორმაცია მიაწოდა, მხოლოდ ინფორმაცია უთხრა იესო ქრისტეს შესახებ, იესო ქრისტეს სახარება აუწყა მათ და თვითონ უფალმა იესომ მონათლა ისინი სულიწმინდით და წმინდანად შერაცხა და შესაბამისად, ვინც დღევანდელობაში წაიკითხავს აი ამ ქადაგებას და ირწმუნებს, ისიც წმინდანად იქნება შერაცხული თვითონ უფლისაგან. იმიტომ რომ დაწერილ ტექსტს ისეთივე ძალა აქვს, როგორც ქრისტეს მოციქულების პირით ნაქადაგარ სიტყვებს. ერთი და იგივე არის და ამიტომაც დღესაც ვინც ბიბლიიდან წაიკითხავს იესო ქრისტეს სწავლებას და ირწმუნებს მას, ისიც ქრისტესგან ქრისტეს თვითონ იესო ქრისტე შერაცხავს მასაც წმინდანად. ეხლა მე მინდა გავაგრძელო პეტრე მოციქული კიდევ რას ამბობს აი ამ ამბავთან, აი ამ ამბავზე, აი ამ ამბის შესახებ. ესე იგი, პეტრე მოციქულმა კორნელიუს და მის ახლობლებს იესო ქრისტეს ამბავი უთხრა, მათ ირწმუნეს ისე რომ ხმაც არ ამოუღიათ პეტრეს და ამავე დროს პეტრე მოციქულს მათთვის თითიც არ დაუკარებია, ხელი არ დაუსხავს, არამედ თვითონ უფალმა მონათლა ისინი სულიწმინდით და წმინდანად შერაცხა. ეხლა სად ჩანს ეს, რომ წმინდანად შეირაცხნენ აი ისინი? ამასაც გაჩვენებთ ბიბლიაში მოციქულთა საქმეების ნაწილში. გადავალ ეხლა მე-11 თავზე. აიღურეთ ჯერ სანამ გადავალ, გავიმეორებ 43 მუხლს. მისთვის, ესე იგი იესოსთვის მოწმობსო ყველა წინასწარმეტყველიო, რომ ვისაც სწამს იგიო, მიიღებს ცოდვათა მიტევებას მისი სახელითო. ხედავთ? და ზუსტად აი ეს სიტყვები რომ თქვა თლიანობაში, აი იესოს ამბავი აუწყა მათ და მისი საუბრის ბოლოში, როდესაც მან თქვა, რომ იესოსთვის, ესე იგი მისთვის მოწმობსო ყველა წინასწარმეტყველიო, რომ ვისაც სწამს იგიო, ესე იგი ყველა ადამიანს, ვისაც სწამს იგი, მიიღებს ცოდვათა მიტევებას მისი სახელითო. და პეტრეს მსმენელებმა ირწმუნეს, უფალმა დაინახა ეს, მათ გულებში იყურებოდა, მათ გონებაში იყურებოდა და დაინახა, რომ მართლაც გულწრფელად ირწმუნეს, ისე რომ პეტრე ხელითაც კი არ შეხებია მათ, პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდაო, ესე იგი კიდევ უნდა ეთქვა სხვა რაღაცეებიც. პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდაო, რომ სულიწმინდა გადმოვიდა ყველაზეო, უყურეთ, ყველაზეო, ვისაც ესმოდა ეს სიტყვაო. ხედავთ, ყველაზე. ისე რომ პეტრეს მსმენელებს ხმაც არ ამოუღიათ. გაჩუმებულები უსმენდნენ და პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როცა პეტრეს მსმენელ მორწმუნეებზე გადმოვიდა სულიწმინდა. მე-11
თავიდან გავაგრძელებ. მოციქულებმა და იუდეაში მყოფმა ძმებმა გაიგეს, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა. წარმართებს უწოდებდნენ არაებრაელებს, ვინც ებრაელი არ იყო და სხვა ერის წარმომადგენელი იყო, იტალიელი, ქართველი თუ სხვა რომელიმე ეროვნებისა, აი მათ უწოდებდნენ წარმართებს, თუ კი ისინი არ იცნობდნენ ცოცხალ ღმერთს, ასე ვთქვათ, და ამავე დროს არ იყვნენ ისრაელის მორწმუნე ისრაელის თანაზიარნი, ასე ვთქვათ. და შეიძლება მათ ქონოდათ სწორი ინფორმაცია ღმერთის შესახებ, აგერ კორნელიუსს ჰქონდა სწორი ინფორმაცია ღმერთის შესახებ და ამ შემთხვევაში ღმერთმა იგი მიიღო, იმიტომ რომ კორნელიუსი ღვთის წინაშე ლოცულობდა, სხვადასხვა მოწყალეებსაც გასცემდა და უფალმა მას მიუგზავნა პეტრე მოციქული იმისათვის, რომ ქრისტეს სახარება ეუწყებინა კორნელიუსისთვის და ამავე დროს აქ აუცილებელია იმის თქმა, რომ კორნელიუსის ახლობლებიც კი, რომლებიც ზუსტად კორნელიუსის მსგავსნი არ იყვნენ, ასე ვთქვათ, აი გაგებით, რომ ღმერთს თავისი ანგელოზი კორნელიუსის ახლობლებისთვის არ მიუგზავნია, არამედ კორნელიუსს მიუგზავნა და შემდგომ ამისა, როდესაც კორნელიუსმა ეს ამბავი უთხრა თავის ახლობლებსაც, ისინიც მივიდნენ კორნელიუსთან, რომ მათაც დაიჯერეს, ესე იგი, კორნელიუსის ნაამბობი, ყველანი წარმართები იყვნენ იმ დროს, არაებრაელები იყვნენ და ყველანი ერთად ელოდებოდნენ პეტრე მოციქულის მისვლას, რათა პეტრესაგან მოესმინათ სიცოცხლის სიტყვები და ეცოცხლათ. მოციქულებმა და იუდეაში მყოფმა ძმებმა გაიგეს, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა. და როცა პეტრე ავიდა იერუსალიმში, წინადაცვეთილებმა ყვედრება დაუწყეს და ეუბნებოდნენ, რომ წინადაუცვეთელი ხალხი სახლში შეხვედიო და მათთან ერთად ჭამეო. მაგრამ პეტრემ თავიდან დაიწყო ყველაფერი დალაგებით უამბო და უთხრა მათ. ქალაქ იოპეში ყოფნისას ვლოცულობდი და ექსტაზში ვიხილე ხილვა. აქ ექსტაზი დღევანდელი დამახინჯებული გაგებით არ გაიგოთ, იმიტომ რომ დღეს ექსტაზი ზოგს როგორ ესმის და ზოგს როგორ რომ რაღაცა ექსტაზში ჩავარდება ადამიანიო და მერე გონებაზე ვეღარ არისო და რაღაცა, ესე იგი რაღაცა სხვა გაგებითაც იყენებენ ამ სიტყვა ექსტაზს, ასე ვთქვათ და თქვენ ასე არ იფიქროთ. ამას ამ სიტყვას სხვა მნიშვნელობა ჰქონდა და ახლა გაჩვენებთ რა მნიშვნელობა ჰქონდა. ქალაქ იოპეში ყოფნისასო, ამბობს პეტრე მოციქული, ვლოცულობდიო და ექსტაზში ვიხილე ხილვა. ზეციდან ეშვებოდა რაღაც უცხო ჭურჭელი, ვეება ტილოს მსგავსი და 4-ვე წვერით გამოკრული ჩემამდე დაეშვა. ჩავხედე და დავინახე დედამიწის ბინადარი ყოველგვარი 4 ფეხი, მხეცები, ქვეწარმავლები და ცის ფრინველები და მომესმა ხმა, რომელმაც მითხრა, ადექი პეტრე, დაკალი და ჭამე. მე კი ვთქვი, არა უფალო, რადგან არასოდეს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური, მეორედაც მომიგო ზეციდან ხმამ. რაც წმინდაყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად. ასე განმეორდა 3ჯერ და ყველაფერი კვლავ ამაღლდა ზეცად. და აჰა, მაშინვე კესარიიდან ჩემთან გამოგზავნილი 3 კაცი მოადგა იმ სახლს, სადაც მე ვიყავი. სულმა მითხრა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. ეს 6 ძმა მეახლა და იმ კაცის სახლში მივედი. მან გვიამბო, როგორ იხილა შინ ანგელოზი, რომელიც დადგა და უთხრა მას. იოპეში გაგზავნე ხალხი და უხმე სიმონს პეტრედ წოდებულს. ის გეტყვის სიტყვებს, რითაც ცხონდებით შენსა და მთელი შენი სახლიც. ლაპარაკი რომ დავიწყე, სულიწმინდა გადმოვიდა მათზე, ისევე როგორც ჩვენზე თავდაპირველად. მაშინ გამახსენდა სიტყვა უფლისა, რომელმაც თქვა, იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, ხოლო თქვენ კი სულით წმინდით მოინათლებითო. თუ კი ღმერთმა ისეთივე ნიჭი უბოძა მათ, როგორც ჩვენ, რომლითაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს, ეს რომ მოისმინეს, დაამშვიდდნენ
ადიდებდნენ ღმერთს და თქვეს ეტყობა ღმერთმა წარმართთაც მისცა სინანული სიცოცხლისთვისო. ახლა მე გადავფურცლავ სხვა ადგილას და გაჩვენებთ პეტრე მოციქულის კიდევ ერთ პეტრე მოციქულმა კიდევ ერთხელ სხვა დროსაც გაიხსენა კორნელიუსის ამბავი და იგი გამოიყენა როგორც რწმენით გამართლების მაგალითი. და რწმენით განწმენდის მაგალითი, აი როგორ ხდება წმინდანად შერაცხვა. კონტექსტი რომ გასაგები იყოს, წავიკითხავ ამ თავს წავიკითხავ. ეს არის უკვე შემდეგი თავის წინა ქადაგებები დაწერილი იყო მოციქულთა საქმეების მეათე თავში, სადაც პეტრე მოციქულმა სახარება უქადაგა კორნელიუსს და მის ახლობლებს და ვნახეთ ჩვენ როგორ მონათლა უფალმა ისინი სულიწმინდით. მე-11 თავში წავიკითხე პეტრე მოციქულმა როგორ განუმარტა იერუსალიმში მყოფ სხვა მორწმუნეებს წარმართთა მოქცევის ამბავი და უკვე ამის შემდეგ ახლა მე წავიკითხავ მე-15 თავში რა წერია ამასთან დაკავშირებით და მოდით ახლა ერთად მივადევნოთ თვალი ტექსტს. ზოგი ერთნიო ჩამოვიდნენ იუდეიდანო და ასწავლიდნენ ძმეებსო. თუ მოსეს წესით არ მიიღებთ წინა დაცვეთას, თავს ვერ იხსნითო. ესე იგი სხვადასხვა ერებიდან სხვადასხვა ერის წარმომადგენლებმა, არაებრაელებმა, ვინც იესო ქრისტე ირწმუნეს და გაქრისტიანდნენ, ისინი ებრაელები არ იყვნენ, მაგრამ გაქრისტიანდნენ, აი მათთან მივიდნენ ზოგი ერთნიო, რომლებიც ჩამოვიდნენ იუდეიდანო და ასწავლიდნენ ძმეებსო. წარმართთაგან მოქცეულ ძმეებს ასწავლიდნენ, რომ თუ მოსეს წესითო არ მიიღებთო წინა დაცვეთასო, თავს ვერ იხსნითო. როდესაც პავლეს და ბარნაბას დიდი დავა და უთანხმოება მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი მათგანი ამ საკითხის გამო იერუსალიმში ასულიყვნენ მოციქულებსა და უხუცესებთან. ეკლესიის მიერ წარგზავნილებმა ფინიკია და სამარია გადაიარეს, წარმართთა მოქცევას აუწყებდნენ იქაურებს და დიდ სიხარულს ანიჭებდნენ ყველა ძმათაგანს. იერუსალიმს ასულნი მიიღეს ეკლესიამ. მოციქულებმა და უხუცესებმა, რომლებსაც აუწყეს რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათთან ერთად. მაგრამ წამოდგა ფარისეველთა მწვალებლობის მიმდევარი ზოგიერთი მორწმუნე, რომლებმაც თქვეს, საჭიროა აუცილებლიაო, წინა დასცვითონო მათაცო და მცნებად დაუდონო, რომ დაიცვან მოსეს რჯულიო. მაშინ ამ საქმის გასარჩევად შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები. ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ: კაცნო, ძმანო, ხომ იცით, რომ ღმერთმა პირველივე დღეებიდანვე ამომირჩია თქვენ შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ. ახლა პეტრე მოციქული იხსენებს კორნელიუსთან მომხდარ ამბავს. გულთამხილავი ღმერთიო ემოწმაო, მათო რაკი მათაც ჩვენს გულთამხილავი ღმერთი ემოწმა მათ, რაკიღა მათაც ჩვენსავით მისცა სულიწმინდა. ამრიგად რწმენით რომ განწმინდა მათი გულები, არაფრით განვუსხვავები ვართ ერთმანეთისგან. დააკვირდით ამას. პეტრე მოციქული იხსენებს კორნელიუსთან მომხდარ ამბავს და ეუბნება სხვა დანარჩენ მორწმუნეებს მთელ ამ კრებულს, აი ამ კრებაზე პეტრე მოციქული ეუბნება სხვა დანარჩენ მორწმუნეებს და ყველა იქ შეკრებილთ, რომ კორნელიუსის და მისი ახლობლებიო, აი ისინიო, მათი გულებიო, ღმერთმაო რწმენით განწმინდაო. ესე იგი წმინდანად შერაცხვა ხდება იესო ქრისტესადმი რწმენით, იესო ქრისტეს სახარების
რწმენით, რომ სახარება უნდა ქრისტეს სახარება უნდა ირწმუნო. თვითონ იესო ქრისტე უნდა ირწმუნო. აი რასაც იგი გვიქადაგებს, ის უნდა ირწმუნო, დაიჯერო, ირწმუნო და წმინდანად გრაცხავს თვითონ უფალი. ამრიგად რწმენით რომ განწმინდა მათი გულებიო, არაფრით განვუსხვავები ვართ ერთმანეთისგან. ესე იგი ჩვენო ებრაელებიო და არაებრაელებიო ღმერთს არაფრით განვუსხვავები ვართ ერთმანეთისგანო, იმიტომ რომ მათი გულებიც რწმენით განწმინდაო. მას ახლა რაღაც გამოსცდით ღმერთს, რადგინდათ მოწაფეებს ქედზე დაადგათ უღელი, რომლის ტარება ვერც ჩვენ შევძელით და ვერც ჩვენმა მამებმა, მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესო ქრისტეს მადლით გადავრჩებით ჩვენც და ისინიც. ხედავთ, რას ამბობს პეტრე მოციქული? დადუმდა მთელი კრებული, უსმენდნენ ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც ყვებოდნენ, რა სასწაულები და ნიშები მოახდინა ღმერთმა მათი ხელით წარმართთა შორის. და შემდგომ ამისა გრძელდება, ეხლა მე ამას აღარ თუმცა არა, წავიკითხავ ამასაც. როცა ისინი დადუმდნენ, იაკობმა აიღო სიტყვა და თქვა: კაცნო, ძმანო, მომისმინეთ. სიმონმა გვიამბო, როგორ მოიხილა ღმერთმა პირველად წარმართნი, რათა შემოეკრიბა მათგან ხალხი თავისი სახელით. მასვე ეთანხმებიან წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც დაწერილია. შემდგომ ამისა მოვიქცევი და კვლავ ავაგებ დავითის დაქცეულ კარავს. აღვადგენ მის ნანგრევებს და აღუმართავ მას, რათა ეძებდნენ უფალს დანარჩენი კაცნი და ყველა ხალხი, რომელიც იწოდება ჩემი სახელით, ამბობს უფალი ყოველივე ამის მოქმედი. ღმერთისთვის უკუნისიდან ცნობილია ყოველი საქმე მისი, ამიტომ მე ამგვარად განვსჯი. ნუ გავუძნელებთ წარმართებს ღვთისკენ მიქცევას, არამედ მივწეროთ მათ, რომ ეკრძალონ კეპთაგან შებილწულსა და სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს, ვინაიდან მოსეს რჯულს ყველა ქალაქში ოდითგანვე ჰყავს მოქადაგენი, ყოველ შაბათს რომ კითხულობენ მას სინაგოგებში. და მივწეროთო მათო, ესე იგი, სინაგოგებისთვის უნდა დაეგზავნათ ესენი და იმიტომ რომ იმ დროს სინაგოგებშიც იკრიბებოდნენ თვით ქრისტიანი მორწმუნეებიც, არის ამისი მაგალითები და ზოგადად ქრისტიანთა კრებულებისთვის უნდა მიეწერათ აი ეს წერილი, რომ მივწეროთო მათო, რომ ეკრძალონო, ესე იგი მოერიდონო კეპთაგან შებილწულსაო, ეს ნიშნავს იმას, რომ კერპებს წარმართების წირავდნენ ხოლმე სხვადასხვა ცხოველებს და მათ ხორცს ჭამდნენ და ეს იყო როგორც კერპთაგან შებილწული და არ ეჭამათ აი ესეთი ხორცი. ასევე მოერიდონო სიძვასო, სიძვა არის სექსუალური კავშირი, არა ცოლთან და არა ქმართან, არამედ სხვა ვიღაცასთან. და ასევე მოერიდონო დამხრჩვალს, ეს დამხრჩვალი ცხოველის თუ ფრინველის ხორცის ჭამას მოერიდონო და ასევე მოერიდონო სისხლს, ესე იგი სისხლიანი ხორცის ჭამასო მოერიდონო. მაშინ მოციქულებმა და უხუცესება საჭიროდ მიიჩნიეს ამოერჩიათ თავისიანთა შორის კაცები და ანტიოქიაში წარეგზავნათ პავლესა და ბარნაბასთან ერთად, იუდა ბარნაბად წოდებული და სილა, უპირველესი კაცნი ძმათა შორის. თავიანთი ხელით დაწერეს ასე: მოციქულები და უხუცესი ძმები, ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ. რაკიღა გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც გამოვიდნენ ჩვენგან, დააკვირდით ამას, ჩვენგან გამოვიდნენო, ჩვენგანო. რაკიღა გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც გამოვიდნენ ჩვენგან, აგამღვრიეს თავიანთი სიტყვებით და შეარყიეს თქვენი სული, ვინაიდან გეუბნებოდნენ, რომ უნდა
წინა დაიცვითოთ და დაიცვათ რჯული, რაც ჩვენ არ დაგვივალებია მათთვის. ნახეთ, ჩვენ არ დაგვივალებია მათთვისო. მართალია ჩვენგან გამოვიდნენ ისინიო და აგამღრიესო, მაგრამ ჩვენ არ დაგვივალებიაო მათთვისო. ესო. ამიტომ შევიკრიბეთ და ერთსულოვნად გადავწყვიტეთ. ამ გვერდშია კაცები და თქვენთან გამოგვეგზავნა ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად. რომლებმაც თავი გადასდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის. ასე რომ გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვით. ვინაიდან მართებულად მიიჩნია სულმა წმინდამ და ჩვენც, რომ არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია. ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალსა და სიძვას. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ, იცოცხლეთ. წარგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში, შეკრიბეს ხალხი და წერილი გადასცეს. როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშის ცემით. ხოლო იუდამ და სილამ, რომლებიც თვითონაც წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს და განამტკიცეს ცმები. ახლა კი მე წაგიკითხავთ ბიბლიის კიდევ ერთ სხვა ადგილს, სადაც ძალიან მკაფიოდ არის მოცემული, რომ ქრისტიანები უკვე შერაცხილნი არიან წმინდანებად. ქრისტეს, თვითონ იესო ქრისტემ შერაცხა ქრისტიანები წმინდანებად. სანამ ისინი გარდაიცვლებოდნენ, ისინი უკვე წმინდანებად იწოდებოდნენ და ახლა მე თქვენ ამის დამამტკიცებელ არგუმენტს, დამამტკიცებელ ტექსტს წაგიკითხავთ ბიბლიიდან და თქვენს ყურადღებით თვალი მიადევნეთ. ბიბლიაში კორინთელთა მიმართ პირველი წერილის მე-6 თავის მე-9 მუხლიდან ამოვიკითხავ, სადაც პავლე მოციქული წერს და მიმართავს ქალაქ კორინთოში მცხოვრებ ქრისტიანებს, მორწმუნეებს და ეუბნება მათ ასეთ რამეს. ნუ თუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, თავს ნუ მოიტყუებთ. ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ოდესღაცო ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყოვო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმინდეთ, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით. დააკვირდით ამას. პავლე მოციქული მათ ეუბნებოდა, რომ ოდესღაცო ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყოვო, ესე იგი ზოგი მემთვრალი იყოვო, მაგინებელიო, კერპთაყვანისმცემელიო, ზოგი მამათმავალნიო, ზოგი მრუშიო, ზოგი მეძავიო, მაგრამო ეს ოდესღაცო ადრეო, ესე იგი ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყოვო, მაგრამ ახლაო თქვენო, ნახეთ, განიბანეთო, გვე განბანილები ხართო, მაგრამ განიბანეთო, მაგრამ განიწმინდეთო, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით. ესე იგი წმინდანად შერაცხვა ხდება იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით. და იესო ქრისტეს სახელით როგორ ხდება წმინდანად შერაცხვა, ეს კორნელიუსისა და მისი ახლობლების მაგალითზე შესანიშნავად გვაჩვენა ჩვენ ღმერთმა, რომ იესო ქრისტეს სწავლების დაჯერებით და რწმენით თვითონ იესო ქრისტე რაცხავს წმინდანებად თავის მორწმუნეებს. ასე რომ მოგიწოდებთ თვითეულ ადამიანს, ვინც ახლა ისმენთ. ნუ ჩაბარდებით ბრმად საპატრიარქოს ორგანიზაციას, ან სხვა რომელიმე ისეთ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც იტყუება. საპატრიარქოს ორგანიზაცია თქვენ გატყუებთ აი იმაში, რომ თქვენ გიწოდებთ ცოდვილებს, ქრისტესთან არ გიშვებთ, ისინი გტოვებენ ცოდვაში, იესო ქრისტესთან არ გიშვებენ, მათ გადაგიმალეს ცოდნის გასაღები,
არც თვითონ შედიან ღვთის სასუფეველში და არც თქვენ გიშვებენ და თქვენ გაშორებენ აი ამით ქრისტეს და თქვენ გართმევენ წმინდანობას. ხოლო უფალი გვასწავლის ჩვენ იმას, რომ ყველა მისი მორწმუნე და მისი მოიმედე, მისდამი მოიმედე და ყველა მისი მორწმუნე, ვინც უჯერებს უფალ იესო ქრისტეს, ყველა ქრისტიანი არის წმინდანი და წმინდანად შერაცხილი თვითონ იესო ქრისტეს სისხლით. იესო ქრისტეს სისხლით არის იგი განბანილი და იესო ქრისტეს სისხლით არის იგი გამოსყიდული ცოდვისგან. პეტრე მოციქული თავის პირველ წერილში ქრისტიანებს, მორწმუნეებს მიმართავს და ეუბნება მათ. იესო ქრისტეს შესახებ ეუბნება მათ, რომ ვინცო ჩვენი ცოდვები თავისი სხეულით აზიდა ძელზე, რათა ცოდვისგან თავდახსნილთ, სიმართლით გეცხოვრათ და ვისი წყლულებითაც განიკურნეთ. ვინაიდან გზააბნეული ცხოვრებივით იყავით, ახლა კი დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენი სულების ზედამხედველს. აი აქ ბერძნულში დაწერილი არის სიტყვა ეპისკოპოსი და აქ ქართულ თარგმანებში სიტყვა ეპისკოპოსი არ წერია, ხოლო სხვა ადგილებში, სადაც ადამიანურა, უბრალოდ ეს სადაც ქრისტიანთა ეპისკოპოსებზეა ლაპარაკი, იქ სიტყვა ეპისკოპოსი ნათარგმნი არ არის, რაც შეცდომაა, იმიტომ რომ აქ არის ერთგვარ დაბნევას შეიძლება ჰქონდეს ადგილი, იმიტომ რომ იესო ქრისტე იწოდება ჩვენს ქრისტიანთა სულების ეპისკოპოსად, ზედამხედველად. აიყურეთ, ესე იგი, აქ ჩვენ პეტრე მოციქული ღმერთი პეტრეს ღმერთმა პეტრე მოციქულის ხელით მისწერა აგერ თავის მორწმუნეებს და შესაბამისად ჩვენც თვითონ სულიწმინდით აღძრულმა პეტრე მოციქულმა მოგწერა ჩვენ იესო ქრისტეს შესახებ და გვეუბნება ჩვენ, ვისაც იესო ქრისტესი გვწამს, რომ იესომო ჩვენი ცოდვები თავისი სხეულით აზიდა ძელზე, რათა ცოდვისგან თავდახსნილთ, სიმართლით გეცხოვრათ და ვისი წყლულებითაც განიკურნეთ. ვინაიდან გზააბნეული ცხოვრებივით იყავით, ახლა კი დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენი სულების ზედამხედველს. გასაგებია აქ, ესე იგი, გასაგებია, რომ ჩვენ ქრისტიანები ცოდვისგან თავდახსნილები ვართ, იმიტომ რომ უფალმა იესომ თავისი სხეულით ჩვენი ცოდვები აზიდა ძელზე, ხის ჯვარზე, აზიდა და ცოდვისგან დაგვიხსნა. აი ეს არის ჩვენი საყვარელი უფლის იესო ქრისტეს სწავლება, რომ მან ჩვენ ცოდვებში არ დაგვტოვა, ცოდვილებად არ დაგვტოვა, არამედ თავისი სისხლით, თავისი სწავლებით წმინდანებად შეგვრაცხა და თავისი სისხლით გავწმინდა. შიო მუჯირმა თავის საუბარში ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ რუსეთმა თავის დროზე საპატრიარქოს ორგანიზაციას გაუქმა ავტოკეფალია და შემდგომ ისაუბრა ამ ავტოკეფალიის აღდგენაზე, მაგრამ მე როგორც ვაკვირდები, ამათ სიტყვა არ დასდენიათ, რომ თავის დროზე რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ ასევე საქართველოში გააუქმა ბატონყმობა და თვით საპატრიარქოს ორგანიზაციასაც ჩამოერთვა ყმები. საუკუნეების განმავლობაში საქართველოში დაკანონებული იყო ანტიქრისტიანული ბატონყმობა და ამ ბატონყმობით ბოროტად სარგებლობდნენ მეფეებიც, თავადებიც და საპატრიარქოს ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. რიგითი ხალხი საუკუნეების მანძილზე ადამიანები დაყმევებული ყავდათ მღვდლებს, საპატრიარქოს მღვდლებს, კათალიკოსებს, დაყმევებული ყავდათ თავადებს და დაყმევებული ყავდათ მეფეებს. რაც არის არასწორი, იმიტომ რომ ესენი თავის თავს ქრისტიანებს უწოდებდნენ, მაგრამ ასევე
ის ყმებიც, რომლებსაც ასევე ქრისტიანებს უწოდებდნენ, დაყმევებული ყავდათ, დაჩაგრული ყავდათ, გადასახადებს ადებდნენ და ძალიან ბევრ აი სხვადასხვა გაჭირვებაში ამყოფებდნენ ისინი. და რუსეთის იმპერატორმა არა მხოლოდ გააუქმა ავტოკეფალია და ამავე დროს მეფობის ინსტიტუტიც გააუქმა საქართველოში, ასევე გააუქმა ბატონყმობაც. და ეს ინფორმაცია მე რომელიმე მღვდლისაგან არ მომისმენია და თვითონ შიო მუჯირიც ამაზე არ ლაპარაკობს, რომ მათ ორგანიზაციას ჩამოართვეს ყმები. საქართველოში არც თუ ისე დიდი ხნის წინ 200 წელიც არ არის ჯერ გასული იქიდან, რაც ყმები ჩამოერთვათ თავადებს და ამ საპატრიარქოს ორგანიზაციასაც. და ამ დროს პირველივე საუკუნეში პავლე მოციქულმა ქრისტეს სწავლებაზე დაყრდნობით ბატონ მონობა გააუქმებინა ერთ-ერთ ბატონს სახელად ფილიმონს, რომელსაც თავისი ქრისტიანი ძმა ონისიმე ყავდა მონად, ასე ვთქვათ, რომელიც იმ დროს გამოექცა და პავლესთან იმყოფებოდა. და პავლესთან ყოფნის დროს გაქრისტიანდა. პავლე მოციქულის წერილი ფილიმონის მიმართ დღეს დაწერილი არის და შეტანილი არის ბიბლიაშიც, შეგიძლიათ წაიკითხოთ, რას წერს პავლე მოციქული ფილიმონს, რომ ფილიმონს ამიერიდან მართებდა ის, რომ ონისიმე მიეღო არა როგორც მონა, არამედ როგორც საყვარელი ძმა. პავლე მოციქულმა პირველივე საუკუნეში გააუქმებინა ბატონმონობა, ხოლო საპატრიარქოს ორგანიზაციას ქართველი ხალხისთვის ბატონყმობა არ გააუქმებია. ეს უნდა იცოდეთ აუცილებლად, რათა სწორი ინფორმაცია გქონდეთ საპატრიარქოს ორგანიზაციის ავაზაკობაზე. ახლა მე მინდა თქვენ წაგიკითხოთ ბიბლიიდან ძალიან მკაფიო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უფალმა იესო ქრისტემ გააუქმა ძველი აღთქმა და მათ შორის გააუქმა ძველი აღთქმით დადგენილი სამღვდელო სარიტუალო სისტემა. გააუქმა ის ადამიანური მღვდლობა, რომელი მღვდლობაც თავის დროზე ღმერთმა მოსეს დროს დაადგინა. ღმერთმა ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე მოსეს დროს პირველ მღვდლად დაადგინა მოსეს ძმა აარონი და აარონის შთამომავლებს შეეძლოთ ყოფილიყვნენ მღვდლები. სხვა ადამიანებს, ვინც აარონის შთამომავალი არ იქნებოდა, არ შეეძლო ყოფილიყო მღვდელი. და იმ აარონიან მღვდლებს დაევალათ, ზუსტად ის დაევალათ, რასაც დღეს საპატრიარქოს ორგანიზაცია იპარავს იმ ძველი აღთქმიდან. მხოლოდ და მხოლოდ აარონიან მღვდლებს ჰქონდათ უფლება იმისა, რომ მირონი და საკმეველი დაემზადებინათ და გამოეყენებინათ. მხოლოდ აარონიან მღვდლებს ჰქონდათ უფლება იმისა, რომ საკმეველი ეკმიათ, სპეციალური შესამოსელის ცმოდათ და ამავე დროს ღმერთმა მოსეს დროს უბრძანა მოსეს და ისრაელიანებს, რომ შეექმნათ კარავი, რომელსაც ეწოდა მოწმობის კარავი, რომელი კარვის გეგმაც და დიზაინიც თვითონ ღმერთის მიერ იყო მოწვდილი და მართლაც მოსემ და ისრაელიანებმა შექმნეს ის კარავი და ღმერთმა მოიწონა იმ კარვის შექმნა და თვითონ ის აარონიანი მღვდლები სხვადასხვა მოქმედებებს ასრულებდნენ იმ სათხესასწაულო იგივე მოწმობის კარავში. ხოლო შემდეგ უკვე სოლომონის დროს, მეფე სოლომონის დროს, ასევე ღმერთის გეგმით, ღმერთის დიზაინითა და ღმერთისგან ნებართვით აშენდა იერუსალემის ტაძარი, რომელ ტაძარშიც გააგრძელეს მსახურება, სხვადასხვა მოქმედებების შესრულება აარონიანმა მღვდლებმა. იმ ტაძარში მხოლოდ აარონიან მღვდლებს ჰქონდათ იმისი უფლება, რომ სხვადასხვა მოქმედებები შეესრულებინათ და სხვას არ ჰქონდა ამისი უფლება. ამავე დროს იერუსალემის ტაძარი მსოფლიოში იყო ერთადერთი ტაძარი, რომელიც ღვთის სახელზე იყო აშენებული და სხვაგან სხვა ადგილას არავის ჰქონდა უფლება იმისა, რომ ტაძარი აეშენებინა. შემდგომ ამისა უფალმა იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა იმ ტაძრის დანგრევა და ახდა კიდეც. ზუსტად იმ იერუსალემის ტაძარში სხვადასხვა მოქმედებებს ასრულებდნენ ის აარონიანი მღვდლები
და ახლა მე თქვენ წაგიკითხავთ ღვთის წმინდა წერილიდან ამ წერილის ებრაელთა მიმართ ნაწილიდან ინფორმაციას. ეს ებრაელთა მიმართ დასათაურებული არის იმის გამო, რომ ეს წერილი ქრისტეს მოციქულმა პავლემ მისწერა ეთნიკურად ებრაელ ქრისტიანებს და სხვა მხრივ ეს წერილი ეხება აბსოლუტურად ყველა ქრისტიანს, არა მხოლოდ ებრაელებს, ებრაელ ქრისტიანებს, არა მხოლოდ, არამედ სხვა ქრისტიანებსაც და ქრისტეში ეთნიკურობას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ქრისტეში აღარ არის ებრაელი, ქართველი, ინგლისელი, აზერბაიჯანელი, ოსი, სომეხი თუ სხვა, არამედ ვინც ადამიანი, რომელიც იესო ქრისტეს ირწმუნებს, უკვე ქრისტეს წმინდა ერის წარმომადგენლად ითვლება და ღვთის ერში ჩაირიცხება. ახლა მე თქვენ წაგიკითხავთ ებრაელთა მიმართ წერილის მე-7 თავს, სადაც ძალიან მკაფიოდ არის დაწერილი, რაოდენ დიდი უპირატესობა აქვს უფალ იესო ქრისტეს, როგორც მღვდელს, იმ ადამიან მღვდლებთან შედარებით, რომლებიც მოსეს რჯულით ძველი აღთქმის დროს იყვნენ დადგენილები. ამჟამად პავლე მოციქული იხსენებს მელქისედეკს, რომელიც მოსეს რჯულამდე იყო და რომელი მელქისედეკიც აბრაამს შეეგება და ის იყო მღვდელი და აი ამით პავლე მოციქული გვეუბნება იმას, რომ იესო ქრისტე დადგენილი არის არა მოსეს რჯულით და აარონის წესით მღვდლად, არამედ დადგენილი არის მელქისედეკის წესით, იგივე მელქიცედეკის წესით და 109 ფსალმონიდან პავლე მოციქულმა მოიხმო ღვთის მიერ დაფიცებული იესო ქრისტეს მიმართ, რომ იგი გახდებოდა მღვდელი მელქიცედეკის წესით. ახლა მე ამას წავიკითხავ და თქვენც თვალყური მიადევნეთ ტექსტს. რადგანაც მელქისედეკი მეფე სალემისა უზენაესი ღმერთის მღვდელი შეეგება აბრაამს მეფეთა შემოსვლის შემდეგ შემოქცეულს და აკურთხა იგი. ხოლო აბრაამმა ყველაფრის მიათედი უწილა და მას, ვისი სახელიც უწინარეს ყოვლისა განიმარტება როგორც სიმართლის მეფე, შემდეგ კი მეფე სალემისა, ანუ მშვიდობის მეფე. უდედმამო, უგვარტომო, რომელსაც არც დღეთა დასაბამი აქვს და არც სიცოცხლის დასასრული, არამედ მსგავსად ღვთის ძისა მღვდლად რჩება უკუნისამდე. მას იხილეთ, რაოდენ დიდია ის, ვისაც მამამთავარმა აბრაამმა თავისი ნადავლის მიათედი უწილადა. ლევის ძეთა შორის მღვდლობის მიმღებთ მცნებათა აქვთ მეათედს კრებდნენ ხალხისაგან, ანუ თავიანთი ძმებისაგან, თუმცა ესენიც აბრაამის წიაღიდან არიან გამოსულნი. აქ განმარტებას განუმარტავ, ესე იგი ბიბლიაზე დაყრდნობით, რომ თვითონ ის აარონიანი მღვდლები იყვნენ ლევის ტომიდან იყვნენ. ისრაელი შედგებოდა და შედგება სულ 12 ტომისაგან და ღმერთმა ამ 12 ტომიდან ამოირჩია ლევის ტომი და ლევის ტომიდან ამოირჩია მხოლოდ აარონის ოჯახი და აარონიანი მღვდლები ეწოდებოდათ, ამიტომ იმ მღვდლებს და ასევე ლევიანი მღვდლებიც ეწოდებოდათ. თუმცა ლევის ტომის სხვა წარმომადგენლებს, ვინც არ იყვნენ აარონის შთამომავლები, მათ მღვდლობის უფლება არ ჰქონდათ. და მოსეს რჯულის თანახმად, მოსეს რჯულის მიხედვით, ისრაელის სხვა ტომებს, დანარჩენ 11 ტომს, თავისი შემოსავლის მიათედი უნდა მიეცათ ლევის ტომისათვის და თვითონ ლევის ტომს ამ მიათედიდან უნდა აეღოთ კიდევ მეათედის მიათედი, ესე იგი და ეს შემოსავალი უნდა მიეცათ აარონიანი მღვდლებისთვის, იმიტომ რომ ის აარონიანი მღვდლები ისეთ მოქმედებებს ასრულებდნენ, რომლებიც მოითხოვდა დიდ
ძალისხმევას ასე ვთქვათ, იქ სხვადასხვა ცხოველთა მსხვერპ შესაწირავები იყო, დადგენილი უნდა დაეკლათ ეს სხვადასხვა ცხოველები, ამას უნდა და დამუშავება, ხორცს, გატყავება, გამოშიგნა მთელი ამბები და ამაში ეხმარებოდნენ არონიან მღვდლებს, ამაში ეხმარებოდნენ ლევიანები და ამას ყველაფერს დრო უნდა და შრომა უნდა და ესეც შრომა იყო რა თქმა უნდა და იმისათვის რომ მათ ღვთისაგან მიცემული ეს რჯულის სხვადასხვა საქმეები აღესრულებინათ ამისა და არ გაფანტულიყვნენ სხვადასხვა სამუშაოების გამო იმისათვის რომ ესე იგი მათ არ უნდა ემუშავათ სხვა სამსახურებში მათ არ უნდა ემუშავათ მინდორში რაიმე სხვა სამსახურს ესე იგი ლევიანები არ უნდა ყოფილიყვნენ ხელოსნები არ უნდა ყოფილიყვნენ მიწის მუშაკები იმიტომ რომ მათ უკვე ჰქონდათ დადგენილი ღმერთისაგან თავისი სამსახური რომ უნდა მიხმარებოდნენ არონიან მღვდლებს და აი ამაზე არის საუბარი რომ ლევის ძეთა შორის მღვდლობის მიმღებთომ ცნება და აქვთ მეათეც კრებდნენ ხალხისგანო ანუ თავიანთი ძმებისგანო თუმცა ესენიც აბრაამის წიაღიდან არიან გამოსულნიო იმან კიო ვინც არ არისო მათი გვარისაო აბრაამისგან მიიღო მეათედი და აკურთხა აღთქმის მქონეო ესე იგი მელქისედეკი რომელიც არ არის ლევის გვარიდანო აბრაამისგანო მიიღო მეათედიო და აკურთხა აღთქმის მქონეო ხოლო ყოველგვარი ცილობის გარეშე უმცირესი იკურთხება უმეტესის მიერ აქ მეათედს იღებენ მოკვდავი კაცნი იქ კი ვისაც აქვს მოწმობა რომ ცოცხალია და ასე ვთქვათ ლევიმაც რომელიც იღებს მეათედს აბრაამის მეშვეობით გასცა მეათედი ვინაიდან ჯერ კიდევ მამის წიაღში იყო როცა შეეგება მელქისედეკი ამრიგად სრულყოფა რომ ლევიტელთა მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს ვინაიდან ხალხს მის მიერ მიეცა რჯული რა საჭირო იქნებოდა მელქისედეკის წესისამებრ აღმდგარიყო სხვა მღვდელი ნაცვლად იმისა რომ აარონის წესით წოდებულიყო აი აქ სხვა მღვდელზე როცა არის საუბარი ეს სხვა მღვდელი არის იესო ქრისტე და ამისი განმარტებაც არის და გავაგრძელებ ახლა წაკითხვას ვინაიდან მღვდლობის შეცვლასთან ერთად უთუოდ უნდა შეიცვალოს რჯულიც ესე იგი მღვდლობა შეიცვალა რაც ნიშნავს იმას რომ ადრე აარონიანები იყვნენ მღვდლები ისინი გაუქმდნენ შეიცვალნენ და ახლა იესო ქრისტე არის მღვდელი რადგან ვისზედაც ეს ითქვა სხვა ტომს ეკუთვნოდა საიდანაც არავინ მიახლებია საკურთხეველს ვინაიდან ცნობილია რომ უფალი ჩვენი ამობრწყინდა იუდას ტომიდან რომლის მღვდლობაზეც სიტყვა არ დასცდენია მოსეს და ეს მით უფრო ცხადია რომ მელქისედეკის მსგავსად დგება სხვა მღვდელი რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულისამებრ კი არ გახდა მღვდელი არამედ წარუვალი სიცოცხლის ძალით რადგანაც გვაქვს მოწმობა შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე წესისამებრ მელქისედეკისა აი ეს მოწმობა ჩაწერილი არის ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე ფსალმუნთა წიგნში ბიბლიაში და აი ამასაც გაჩვენებთ 119 ფსალმუნში 119 ფსალმუნის მეოთხე მუხლში დაწერილი არის იესო ქრისტეს შესახებ რომ ის იქნებოდა მღვდელი დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით ესე იგი იესო ქრისტე გახდა მღვდელი არა აარონის წესით არამედ მელქისედეკის წესით გავაგრძელებ ისევ მე-17 მუხლიდან მე-18-დან უწინდელი აღთქმა კი ესე იგი ძველი აღთქმა უწინდელი აღთქმა კი მისი უმწეობისა და უსარგებლობის გამო უქმდება რადგანაც ვერ არა სრულყო რჯულმა ესე იგი მოსეს რჯულმა რადგანაც ვერ არა სრულყო რჯულმა მაგრამ
შემოდის უმჯობესი სასოება, რომლის მეოხებითაც მივიახლებით ღმერთს და რამდენადაც ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე. ვინაიდან ისინიო, ესე იგი აარონიანი მღვდლებიო, ფიცის გარეშე გახდნენ მღვდლებიო, ხოლო ესო, იესო ქრისტე, ფიცით მის მიერ ვინც უთხრა, დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს, შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე წესისამებრ მელქიცედეკისა. იმდენადვე უმჯობესი აღთქმის თავდები გახდა იესო. ეგეც არ იყოს, ვინ მოსთვლის რამდენი იყვნენ ის მღვდლები, აარონიანი მღვდლები ესე იგი, რადგან სიკვდილი გამორიცხავდა ერთის მღვდლობას, ხოლო მას, იესოს, როგორც მარადის მყოფს, მღვდლობაც წარუვალი აქვს. ამიტომაც ძალუც სრულიად იხსნას ყველა, ვინც მისი მეოხებით მიახლება ღმერთს, რადგანაც მარად ცოცხალია მათ და მეოხად. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა, წმინდა, უმანკო, უმწიკულო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდის სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველ დღეს წირავდეს მსხვერპლს. რადგან, ესე იგი, იესო ქრისტესო იმ აარონიან მღვდელმთავრებივითო არ სჭირდებაო ჯერ თავისიო, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველ დღეს წირავდეს მსხვერპლსო, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი, საკუთარი თავი როცა შესწირა. ვინაიდან მოსეს რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა რჯულის შემდგომ ძეს უკუნისამდე სრულქმნილს. გავაგრძელებ შემდეგ თავს, მერვე თავს. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის, გვყავს მღვდელმთავარი დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა, ის არის მსახური წმინდა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა აშენა და არა კაცმა, რადგანაც ყველა მღვდელმთავარი მსხვერპლისა და შესაწირავის მისართმევადაა დადგენილი. ამიტომ აუცილებელია, რომ მასაც რაიმე ჰქონდეს მისართმევი. მიწაზე რომ დარჩენილიყო, მღვდელიც აღარ იქნებოდა, რადგან აქ არიან მღვდლები რჯულისამებრ რომ სწირავენ შესაწირავს და მსახურებენ ზეციერის ხატსა და ჩრდილს, როგორც ებრძანა მოსეს კარვის დასრულებისას. იცოდე, იყო თქმული, ყველაფერი გააკეთე იმ ნიმუშის მსგავსად მთაზე რომ გიჩვენე შენ. ხოლო ახლა ჩვენმა მღვდელმთავარმა მით უკეთესი მსახურება მიიღო, რამდენადაც შუამავალია უკეთესი აღთქმისა, რომელიც უკეთეს დაპირებებზეა დაფუძნებული, რადგანაც პირველი აღთქმა რომ უნაკლო ყოფილიყო, ვინღა დაუწყებდა ძებნას მეორის ადგილს, ვინაიდან ყვედრებით ეუბნება მათ. აჰა, მოვლენ დღენი, ამბობს უფალი, როცა ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს. იმნაირ აღთქმას კი არა მათ მამებს რომ დავუდევი იმ დღეს, როცა ხელი ჩავკიდე მათ ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსაყვანად, მაგრამ რა კი ჩემს აღთქმაში არ დამკვიდრდნენ, მეც უგულებელ ვყავ ისინი, ამბობს უფალი. აი ეს იქნება აღთქმა იმ დღეთა შემდგომ, რომ აღვუთქვამ ისრაელის სახლს, ამბობს უფალი, ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში და მათ გულებზე დავაწერ მას და ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი. აღარავინ ასწავლის თვისდომს და აღარ ეტყვის თავის ძმას, იცან უფალი, რადგანაც ყველა მათგანისთვის დიდი ან პატარიანად ცნობილი ვიქნები. ვინაიდან შევიწყალებ მათ უსამართლობას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს. ხოლო ახალიო, როცა თქვა, ამით პირველი სიძველე გვიჩვენა, მაგრამ რაც ძველდება და ბერდება, გასაქრობად განწირულია. გავაგრძელებ მეცხრე თავს. თუმცა პირველ აღთქმასაც ჰქონდა მართლგანაწესი მსახურებისა და ამქვეყნიური სიწმინდე, რადგანაც პირველი კარავი ისე იქნა გამზადებული, რომ შიგ იყო სასანთლე, ტაბლა და საწირავი პური, ხოლო სახელი მისი წმინდა. მეორე ფარდის მიღმა კი იყო კარავი, რომელსაც ერქვა წმინდათა წმინდა და ჰქონდა მას ოქროს სასაკმევლე მთლიანად ოქროთი მოჭედილი კიდობანი აღთქმისა, რომელშიც იდგა მანანით სავსე
ოქროს ჭურჭელი, აარონის კვერთხი, რომელიც განედლდა და აღთქმის ფიცარნი. ხოლო მათ ზემოთ ქერუბიმნი დიდებისა, სალხინებლის საჩრდილობლად. თუმცა აქ დაწვრილებით ვერ ვილაპარაკებ მათზე. ამნაირად გამართულ პირველ კარავში ყოველთვის შედიან მომხდლები, აარონიან მღვდლებზე არის აქ საუბარი, რომ ამნაირად გამართულ პირველ კარავში ყოველთვის შედიან მღვდლები ღვთისმსახურების აღსასრულებლად. მეორეში კი წელიწადში ერთხელ შედის მღვდელმთავარი, მაგრამ არა სისხლის გარეშე, რომელსაც წირავს თავისი თავისა და ხალხის ცდომილებათა გამო. ამით სულიწმინდა გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ არ გახსნილა საწმინდრის გზა, ვიდრე დგას პირველი კარავი. ესაა ნიმუში აწმყო დროისა, როცა სწირავენ მსხვერპლსა და შესაწირავს, რასაც არ ძალუძს არ შეუძლია სრულყოს შემწირველის სინიდისი. რადგანაც ესაა მხოლოდ სასმელს საჭმელი, სხვადასხვაგვარი განბანა და ხორციელ წესთა აღსრულება გამოსწორების დრომდე დადგენილი. ხოლო ქრისტე, მომავალ სიკეთეთა მღვდელმთავარი, მოვიდა უფრო ვრცელი, უფრო სრულყოფილი და ხელთუქმნელი, ესე იგი არა იმნაირად შექმნილი კარვით. ვაცთა აქ შეცდომა არის დაშვებული აპლიკაციაში, კაცთა არ უნდა ეწეროს, ვაცთა უნდა ეწეროს. ვაცთა და ზვარაკთა სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით ერთხელ შევიდა საწმინდარში და მოგვიპოვა საუკუნო გამოხსნა. ვინაიდან თუ ვაცთა და ზვარაკთა სისხლი ან დეკეულის ფერფლი ბკურებით გაწმეთს შებილწულთ, რათა წმინდა იყოს ხორცი, განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწომ მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, 1000 წილ უფრო მეტად არ განწმეთს თქვენ სინიდის მკვდარ საქმეთაგან ცოცხალი ღმერთის სამსახურისთვის? ამიტომაც არის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა სიკვდილით, რომლითაც აღესრულა, გამოესყიდა პირველი აღთქმისას ჩადენილი დანაშაულნი და ამრიგად საუკუნო მემკვიდრეობისთვის ხმობილთ მიეღოთ აღთქმული. ვინაიდან სადაც არის ანდერძი, იქ აუცილებელია მეანდერძის სიკვდილი, რადგანაც ანდერძს ძალა აქვს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ და არა მანამ, სანამ ცოცხალია მეანდერძზე. ამიტომ არც პირველი აღთქმა დამტკიცებულა სისხლის გარეშე, რადგანაც მოსემ ყველა მცნება რჯულისამებრ რომ წარმოსთქვა ხალხის წინაშე, აიღო ზვარაკთა და ვაცთა სისხლი წყალთან მეწამულ მატყლსა და უსუპთან ერთად და ასხურა როგორც წიგნს, ისე მთელ ხალხსაც და თქვა, ესაა სისხლი აღთქმისა ღმერთმა რომ გამცნოთ თქვენ. თვით კარავსა და საღვთისმსახურო ჭურჭელსაც ასხურა სისხლი, ასე რომ რჯულის მიხედვით თითქმის ყველაფერი სისხლით განიწმინდება. ესე იგი აქ საუბარი არის მოსეს რჯულზე, რაც ძველი აღთქმის დროს იყო. ასე რომ რჯულის მიხედვით თითქმის ყველაფერი სისხლით განიწმინდება და სისხლის დათხევის გარეშე არ არსებობს მიტევება. ამრიგად ზეციერთა ხატებანი ამით უნდა იწმინდებოდნენ, ხოლო თვით ზეციერნი ამაზე უკეთესი მსხვერპლით, რადგანაც ქრისტე ხელქმნილ საწმინდარში, ანუ ჭეშმარიტის ხატებაში კი არ შევიდა, არამედ თვით ცაში, რათა ახლა ჩვენთვის წარუდგეს ღმერთს. იმიტომ კი არა რომ მრავალგზის შეეწიროს, როგორც მღვდელმთავარი ყოველწლიურად სხვისი სისხლით შედის საწმინდარში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს საპატრიარქოს მღვდლები, რომ აღასრულებენ წირვებს, ეს არის არასწორი და ეს ღმერთს არ დაუდგენია და აქ ამისი მხილებაც არის, რომ დღევანდელი საპატრიარქოს ორგანიზაცია სხვადასხვა მოქმედებებს ძველი აღთქმის მოსეს რჯულიდან იპარავს ისეთ რაღაცებს, რაც ღმერთს არ დაუდგენია ახალ აღთქმაში.
იმიტომ კი არა რომ მრავალგზის შეეწიროს როგორც მღვდელმთავარი ყოველწლიურად სხვისი სისხლით შედის საწმინდარში, თორემ მაშინ იესო ქრისტეზეა საუბარი რომ ესე იგი მაშინო მრავალგზის ევნებოდა ქვეყნის დასაბამიდანო, ხოლო აც ერთხელ საუკუნოთა დასასრულსო გამოჩნდაო, რათა თავისი მსხვერპლით გაეკარწყლებინა ცოდვაო და როგორც ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერე განკითხვა, ასევე ქრისტეც ერთხელ რომ შესწირა თავი, რათა წარეხოცა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვათაგან განსაწმენდად, არამედ მის მომლოდინელთა სახსნელად. მეათე თავი. რადგანაც რჯული მომავალ სიკეთეთა მხოლოდ სიკეთეთა მხოლოდ ჩრდილის და არა თვით ნამდვილ საგანთა მქონე ერთი და იმავე მსხვერპლით გამუდმებით რომ სწირავენ ყოველწლიურად, ვერასდროს შესძლებს სრულყოს მასთან მიმსვლელნი. ასე რომ არა, ვინღა შესწირავდა მსხვერპლს, რადგანაც ერთხელ განწმენდით, წარმოდგენაც აღარ ექნებოდათ რა არის ცოდვა, მაგრამ მსხვერპლ შეწირვა ყოველწლიურად იწვევს ცოდვათა გახსენებას, რადგანაც შეუძლებელია ცოდვათა წარხოცა ვაცთა და ხართა სისხლით. აქაც შეცდომა არის აპლიკაციაში წერია კაცთაო და უნდა ეწეროს ვაცთა. რადგანაც შეუძლებელია ცოდვათა წარხოცა ვაცთა და ხართა სისხლით. ამიტომ ქვეყნად შემოსვლისას ქრისტე ამბობს: მსხვერპლი და შესაწირავი შენ არისურვე, მაგრამ სხეული კი განმიმზადე მე. სრულად დასაწველი და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არინებე. ამ აპლიკაციას ახასიათებს ესეთი მცირე ხარვეზები ასოებში და წაკითხვის დროსაც შევფერხდი. ამიტომ აი აქედან გავაგრძელებ. ამიტომ ქვეყნად შემოსვლისას ქრისტე ამბობს: მსხვერპლი და შესაწირავი შენ არისურვე, მაგრამ სხეული კი განმიმზადე მე. სრულ დასაწველი და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არინებე. მაშინ მე ვთქვი: აჰა მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე, რათა აღვასრულო შენი ნება ღმერთო. ზემოთ რომ ამბობს მსხვერპლი და შესაწირავი, სრულ დასაწველი და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არისურვე და ინებეო, შემდეგ დასძენს: აჰა მოვდივარ, რათა აღვასრულო შენი ნება ღმერთო, რითაც აუქმებს პირველს, რათა მეორე დაადგინოს. სწორედ ამ ნებით ვართ განწმენდილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით. ესე იგი იესო ქრისტემ უკვე განგვწმინდა და წმინდანებად შეგვარაცხა თავისი მორწმუნეები. თვითონ იესო ქრისტემ თავისი სისხლით, თავისი მსხვერპლით, თავისი სიკვდილითა და აღდგომით მისი მიმდევრები, ქრისტიანები შეგვარაცხა წმინდანებად და ქრისტიანები ამიტომ ვიწოდებით წმინდანებად, არა ჩვენი დამსახურებებით, არამედ იესო ქრისტეს მადლით. იესო ქრისტემ გვაჩუქა ეს. იგი მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის და ჩვენ და სასიცოცხლოდ აღდგა მკვდრეთით. სწორედ ამ ნებით ვართ განწმენდილნი. უყურეთ აწმყო დროში წერს პავლე მოციქული ამას, რომ ჩვენო ქრისტიანებიო, სწორედ ამ ნებით ვართო, განწმენდილნი ვართო. ცოდვილები ამიტომაც აღარ არიან ქრისტიანები, არამედ განწმენდილები ვართ, ვისაც იესო ქრისტეს სიკვდერა და გვწამს მისი და ვუჯერებთ მას. სწორედ ამ ნებით ვართ განწმენდილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით. ახლა მიაქციეთ მე-11 მუხლიდან ყურადღება, რაოდენ უსუსურად თვლის უკვე ქრისტეს სწავლება, რაოდენ უსუსურად თვლის იმ ადამიან მღვდლებს, აარონიან მღვდლებს, რომლებიც
ძველი აღთქმის დროს იყვნენ დადგენილები. რამდენი მღვდელი და ეს შეიძლება მიუსადაგოთ საპატრიარქოს ორგანიზაციასაც, რომელსაც ძველი აღთქმიდან აქვს მოპარული, დამახინჯებულად აღებული აარონიანი მღვდლობა. მოპარული აქვს ამაც. და დღევანდელ საპატრიარქოს ორგანიზაციებსაც მიუსადაგეთ ეს. რამდენი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და რამდენ გზის სწირავს ერთსა და იმავე მსხვერპლს, რომელიც ვერასოდეს წარხოცავს ცოდვას. მან კი იესომ ერთადერთი მსხვერპლის შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ. აქ არის დაპირისპირება, რაოდენ დიდი უპირატესობა აქვს იესო ქრისტეს, როგორც მღვდელს, იმ ადამიან მღვდლებთან შედარებით, იმ მოკვდავ აარონიან მღვდლებთან შედარებით, რაოდენ დიდი უპირატესობა აქვს მარადიულ უკვდავ იესო ქრისტეს, რომელიც თვითონ არის მღვდელი, თვითონ არის განმწმენდელი. მღვდელი, სიტყვა მღვდელი ნიშნავს განმწმენდელს. რამდენი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და რამდენ გზის სწირავს ერთსა და იმავე მსხვერპლს, რომელიც ვერასოდეს წარხოცავს ცოდვას. მან კი ერთადერთი მსხვერპლის შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ. მას შემდეგ ელის, როდის დაემხობიან მისი მტრები მის ფეხქვეშ, რადგანაც ერთი შეწირვით სამარადისოდ სრულყო განწმენდილნი. ამასვე გვიმოწმებს სულიწმინდაც, რადგანაც ნათქვამია. ეს არის აღთქმა, რომელსაც აღვუთქვავ მათ იმ დღეთა შემდეგ, ამბობს უფალი, ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გულებში და მათ გონებაში ჩავწერ. აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს და ურჯულოებას. ხოლო იქ, სადაც ცოდვათა მიტევება, შესაწირავი ზედმეტი ხდება. ამრიგად ძმანო, რა კი გვაქვს სითამამე საწმინდარში შესვლისა, იესოს სისხლის მეოხებით, ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა მან ფარდით, ესე იგი თავისი ხორცით, და ყვავს მღვდელმთავარი ღვთის სახლში, აქ საუბარი არის ზეციურ სახლზე. და ყვავს მღვდელმთავარი ღვთის სახლში, მივეახლოთ მას წრფელი გულითა და რწმენის სისრულით, უკეთური სინიდისისაგან სხურებით გულგანწმენდილნი და სუფთა წყლით ტან განბანილნი. მტკიცეთ მივსდიოთ აღსარებას სასოებისას, რადგანაც სარწმუნოა აღმთქმელი. ყურადღებას ნუ მოვაკლებთ ერთი მეორეს, რათა სიყვარულისა და კეთილ საქმეთათვის წავაქეზოთ ერთმანეთი, ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს ჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთი მეორეს, ერთმანეთს და მით უფრო მეტად, რაც უფრო აშკარად ვგრძნობთ იმ დღის მოახლოებას. რადგანაც თუ მას შემდეგ, რაც შევიცნეთ ჭეშმარიტება, კვლავ ჩვენი ნებით ვცოდავთ, უკვე აღარ არჩება მსხვერპლი ცოდვათათვის, არამედ რაღაც საზარელი მოლოდინი მსჯავრისა და მტერთა შთასამთქმელად მოგიზგიზე შურის ცეცხლი. თუ კი მოსეს რჯულის უარმყოფელს ორი თუ სამი კაცის მოწმობით უწყალოდ უსჯიან სიკვდილს, როგორ გგონიათ, რამდენად უფრო მძიმე იქნება მისი სასჯელი, ვინც ფეხქვეშ თელავს ძეხვთისას, უღირსად მიიჩნევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმინდა და აგინებს მადლის სულს, რადგანაც ვიცნობთ ამის მთქმელს, ჩემი აშურისგება და მე მივაგებ, ან კიდევ უფალი განიკითხავს თავის ხალხს, მტერი ჩავარდა ცოცხალი ღმრთის ხელში. გაიხსენეთ უწინდელი დღენი, როცა განათლდით და დაითმინეთ ვნებათა დიადი ღვაწლი. ამას უკვე პირადად აიმ ქრისტიანებს მიმართავს, ვისაც ამ წერილს წერდა, რომ გაიხსენეთო უწინდელი დღენიო, როცა განათლდითო და დაითმინეთო ვნებათა დიადი ღვაწლიო,
როცა თქვენივე ურვითა და უბედურებით ან სხვების სასეიროთ იყავით ქცეულნიო, ან და სხვებს თანაუგრძნობდითო თქვენსავე დღეში ჩაცვენილთო, ვინაიდან ჩემს ტყვეობასაც თანაუგრძეთო და თქვენი ქონების დატაცებასაცო სიხარულით შეხვდითო, რადგანაც იცოდით, რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ. ესე იგი, ებრაელთაგან იმ ადამიანებმა, იმ ებრაელებმა, რომლებმაც იესო ქრისტე ირწმუნეს და ქრისტიანები გახდნენ, მათ დევნა განიცადეს თავიანთი თვისტომი ურწმუნო ებრაელებისაგან და ქონება წაართვეს და სხვადასხვა გასაჭირში ჩაყარეს აი ისინი და აი ამას ახსენებს პავლე მოციქული მათ. მაშ ნუ გიღალატებთ მხნეობა, რომელსაც დიადი საზღაური ელის. მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული. ვინაიდან ცოტაც, სულ ცოტაც და არ დააყოვნებს. მოვა მომავალი, მართალი რწმენით იცოცხლებს, ხოლო თუ უკუიქცევა, არ შეიწყალებს მას ჩემი სული. მაგრამ ჩვენ უკუქცეულნი როდი ვართ, უკუქცეულნი არა ვართ, წარსაწყმედად, არამედ მტკიცედ მორწმუნენი სულის სახსნელად. გავაგრძელებ მე-11 თავიდან, სადაც სიტყვა რწმენის განმარტება არის. სიტყვა რწმენისა და თვითონ აი ამ არა მხოლოდ სიტყვის, არამედ რა არის ეს რწმენა. ხოლო რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით და წვდომა უხილავისა. ესე იგი, რწმენა არის ისეთი რაღაცის უეჭველად დაჯერება, რომ ეჭვი არ გვეპარება ჩვენ, რასაც მოველით და არის წვდომა უხილავისაო. რადგანაც და ეხლა მაგალითებს იხსენებს ბიბლიიდან, ძველ გარდასულ ამბებს იხსენებს უკვე პავლე მოციქული, როგორც მაგალითები და ნიმუშები ისე მოჰყავს მას რწმენის ნიმუშები. რადგანაც რწმენით მიეცა მოწმობა უხუცესთ. რწმენით შევიცნობთ, რომ ღვთის სიტყვით შეიქმნენ საუკუნენი და რომ ხილული უხილავისაგან იღებს დასაბამს. რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს უკეთესი მსხვერპლი, ვიდრე კაენმა. რწმენით მიიღო მოწმობა, რომ მართალი იყო, როგორც უმოწმა ღმერთმა მის მსხვერპლს და სიკვდილის შემდეგაც კვლავ რწმენით მეტყველებს. რწმენით გარდაიცვალა ენოქი ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი და ვეღარავინ დალანდა, ვეღარავინ იპოვნა, ესე იგი, რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი, ვინაიდან სიკვდილამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს. რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ესათნოვო ღმერთს, რადგანაც ვინც მას უახლოვდება, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და სანაცვლოს მიაგებს მის მაძიებელთ. რწმენით მიიღო ნოემ ჩვენება იმისა, რაც ჯერ კიდევ უხილავი იყო და ღვთის მოშიშებით ააგო კიდობანი თავისი სახლის სახსნელად. რწმენით განიკითხა ქვეყანა და რწმენითვე გახდა სიმართლის მემკვიდრე. რწმენით დაემორჩილა აბრაამი ხმობას, წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ უნდა მიეღო და წავიდა კიდეც, თუმცაღა არ იცოდა სად მიდიოდა. რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას ისე, ვით უცხოს და მკვიდრობდა კარვებში ისააკსა და იაკობთან, იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად, ვინაიდან ელოდა ქალაქს, რომელიც მტკიცე საძირკველზე დგას და რომლის ხუროთ მოძღვარი და მშენებელიც არის ღმერთი. რწმენითვე იყო, რომ უნაყოფო სარამაც მიიღო ჩასახვის ძალა და ხან გადასულმა შვა, რადგანაც სარწმუნოდ შერაცხა ახმთქმელი. ამიტომ ერთისგან და ისიც ლამის მკვდრისაგან იშვნენ მრავალნი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და ურიცხვი ქვიშა ზღვის პირას.
რწმენაში აღესრულნენ ყველანი ისინი და ვერ მიიღეს აღთქმული, არამედ შორიდან ხედავდნენ, შორითვე მოიკითხავდნენ მას და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყნად, რადგანაც ასე მეტყველნი ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ. ის სამშობლო, რომ ხსომებოდათ, საიდანაც გამოვიდნენ, მოასწრებდნენ იქ მიბრუნებას, მაგრამ ისინი უკეთესი, ესე იგი ზეციური სამშობლოსაკენ ილტვოდნენ. ამიტომაც ღმერთსაც არ სცხვენია მათ ღმერთად იწოდებოდეს, რადგანაც თვითონ განუმზადა ქალაქი მათ. რწმენით შესწირა ა ブラ ამმა გამოცდის ჟამს ისააკი, აღთქმა რომ ქონდა მიღებული, მიტომ შესწირა მხოლოდ შობილი, რომელზედაც ითქვა, ისააკის მიერ იწოდება შენი მოდგმა, რადგანაც სწამდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომაც იყო, რომ შეწირული უკანვე მიიღო როგორც ნიმუში. რწმენით აკურთხა ისააკმა იაკობი და ესავი მომავლისათვის, რწმენით აკურთხა სათითაოდ მომაკვდავმა იაკობმა იოსების ძენი და თავის კვერთხზე დაყრდნობილმა თაყვანისცა ღმერთს. რწმენით მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელის ძეთა გამოსვლა და ბრძანება გასცა თავისი ძვლების თაობაზე. ესე იგი, აქ საუბარია იმაზე, რომ იოსებს სწამდა ღმერთის დანაპირებისა, რაც ღმერთმა ა ブラ ამს უთხრა, რომ მისი ერი, მისი შთამომავლობა ხიზნად და დამონებული იქნებოდა უცხო მიწაზე, ხოლო ღმერთი იქიდან გამოიყვანდა და ეს სწამდა იოსებს, რაც ჯერ არ იყო მომხდარი, რაც მომავალში უნდა მომხდარი იყო, მაგრამ იოსებს მაინც სწამდა იმისა, რაც ჯერ მომხდარი არ იყო და ამიტომაც არის აქ დაწერილი, რომ რწმენით მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას, ესე იგი თავისი აღსასრულისას, როცა კვდებოდა იგი, რწმენით მოიხსენია იოსებმა ისრაელის ძეთა გამოსვლა ეგვიპტიდან და ბრძანება გასცა თავისი ძვლების თაობაზე, რომ მისი ძვლებიც თან წაეხოთ. აი, აქ მინდა კიდევ ერთი განმარტება გავიმარტო ბიბლიაზე დაყრდნობით და გავაგრძელებ. აი, ყურეთ, აქ რომ არის დაწერილი, რომ რწმენით შესწირა ა ブラ ამმა გამოცდის ჟამსო ისააკიო, აღთქმა რომ ქონდა მიღებული, მიტომაც შესწირა მხოლოდ შობილიო, რომელზეც ითქვა, რომ ისააკის მიერ იწოდება შენი მოდგმაო და რას ნიშნავს ეს? ჯერ ამ დროს, როდესაც ღმერთმა ა ブラ ამს უთხრა, რომ შენი შვილი ისააკი შემომწირეო, ესე იგი უნდა დაეკლა ადამს თავისი შვილი ისააკი და ცეცხლზე უნდა დაეწვა მისი სხეული და აღსავლენ მსხვერპლად უნდა შეეწირა ღმერთისათვის. აი ეს უთხრა ღმერთმა ა ブラ ამს, შემომწირეო. და მანამდე სანამ ღმერთი ამას ეთყოდა ა ブラ ამს, მანამდე ა ブラ ამისთვის ღმერთს ნათქვამი ჰქონდა ის, რომ ისააკით დაეწყებოდა მას შთამომავლობა. და იმ დროს, როცა ა ブラ ამი აპირებდა ისააკის მსხვერპლად შეწირვას, იმ დროს ა ブラ ამს არც ცოლი ყავდა და არც შვილი. მაგრამ ა ブラ ამი დაემორჩილა ღმერთს, ვინაიდან მას სწამდა, რომ თუ იგი თავის შვილს მოკლავდა, ღმერთი მკვდრეთით აღადგენდა ისააკს და ისააკი მოიყვანდა ცოლსაც და შვილებიც ეყოლებოდა. აი ამის რწმენა ჰქონდა ა ブラ ამს. ამიტომაც არის აქ, რომ ესე იგი რწმენით შესწირა ა ブラ ამმა გამოცდის ჟამს ისააკი. აღთქმა რომ ქონდა მიღებული, მიტომაც შესწირა მხოლოდ შობილი, რომელზეც ითქვა, ისააკის მიერ იწოდება შენი მოდგმაო. ესე იგი, ფაქტიურად ა ブラ ამმა ხელი აღმართა ისააკზე, უნდა დაეკლა იგი, მაგრამ შემდგომ ღმერთმა შეაჩერა იგი და მისი ეს რწმენა ჩაითვალა უკვე აიმათ, რომ ისააკი რწმენით შესწირა ღმერთს და უკანვე მიიღო.
თუმცა ეს ფაქტიურად არ მომხდარა, იმიტომ რომ ღმერთმა აბრაამის გონებაში და მის გულში უკვე დაინახა, რომ აბრაამმა მტკიცედ ირწმუნა ღვთისა და ღმერთმა გააჩერა აბრაამი, რომ უკვე აღარ იყო აუცილებელი აბრაამის დაკვლა და მისი სხეულის აღსავლენ მსხვერპლად შეწირვა. აბრაამზე დაწერილია, რომ მას წამდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომაც იყო, რომ შეწირული უკანვე მიიღო როგორც ნიმუშიო. ხო, ეხლა გავაგრძელებ. აი აქედან 23 მუხლიდან. რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან 3 თვის განმავლობაში, რადგანაც ხედავდნენ ყრმის სიკეთეს და არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას. რწმენით იყო, რომ მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა მცირე ხნით ცოდვილ განცხრომას. ქრისტესათვის გმობა უფრო დიდ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის მთელი სიმდიდრე, რადგანაც ხედავდა საზღაურს. რწმენით დატოვა ეგვიპტე და არ შეუშინდა მეფის რისხვას, რადგანაც მტკიცე იყო, როგორც მხილველი უხილავისა. რწმენით აღასრულა პასექი და სისხლის მკურება, რათა პირმშოთა მომსვლელს ხელი ვერ ეხლო მათ პირმშოთათვის. რწმენით გადავლეს მეწამული ზღვა, როგორც ხმელეთი, ხოლო ეგვიპტელები იგივე რომ დააპირეს უფსკრულს დაითქნენ. რწმენით დაემხო იერიხონის გალავანი 7 დღიანი ალყის შედეგად. რწმენით იყო, რომ ურჩებთან ერთად არ დაიღუპა მეძავი რახაბი იგივე, რომელმაც მშვიდობით მიიღო მსტოვარნი. მეტი რაღა ვთქვა, რადგანაც დრო არ მეყოფა გედეონის, ბარაკის, სამსონის, იაფთაეს, დავითის, სამუელისა და წინასწარ მეტყველთა ამბის სათხრობად. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს, შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ מחვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, ძლავრობდნენ ომში, აუტებდნენ უცხოთა ლაშქარს, ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი ბორკილები და დილეგი. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხრისა და თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურბილნი, ძვირხილულნი, რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა. უდაბნოებსა და კლდეღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე და ხელფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი, თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარს და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ. იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავით და არ მიგხვდოდათ